აი როგორ გითხრა, აი მე ხო მელოდიის დირექტორი ვიყავი, მქონდა სტუდიო ეგეთი და აი Quincy Jones რო ქონდა სტუდია, დაახლოებით ეგეთი რამეა ეს. აი ეს ყველაფერი უნდა ჩავშალოთ ახლა რა. ეხლა ახლა ჩავშლის რაღაცას. გაგაც ვცნობთ ჩვენი მეგობრები რო გეკითხებით როგორ ვარსებობთ ზოგადად ესეთი ტიპის ისინი რა ქვია. პოდკასტები, აი ჩვენი მეგობარია ეს Betson Sport-ი, რომელიც სპორტული ამბების არხი არის, ასევე Heriyo ქართული წარმოების დინამიკები გაგიგიათ რო არსებობს? გამიგია. აი ეს არის. ეგ არის? კი და ასევე ეს გავიგე გუშინ წინ. კი და ასევე Heriyo ისა ფორსფუდი. სემიცხაც ხო? თუ არსებობს ქართული დინამიკა. კი და ფორსფუდი ყავს კიდე ერთი სპონსორი, რომელიც არის შოტლანდიური ვისკი. რომელიც იყიდება ალკოჰოლში და ვისკის. შემოგთავაზებთ, მაგრამ ვიცი რომ მანქანით ხართ დღეს და. ახლა მე გეტყვი არა, ვისკის. და ჩვენი ძმები დადები ვეიპორიადან, სპიკერები თუ გინდათ. აპარატურასთან დაკავშირებით კიდე სხვა ისტორიაა თბილისში, საიდან და როგორ დაიწყო. და როგორ ვიპარავდით რაღაცებს, როგორ ვახვევდით ფილტრებს. მე სამი არხი რო ყოფილიყო, ბასი შუა საშუალო გერა და მაღლები დინამიკა ი მეც მაქვს იცით რო იცოდი გაკეთებული ისეთ რეალობაში სადაც არ იყო ეგ საშუალებები და აწყობდით კუსტარულად ეს რომელიც წლები იყო აი ეხლა გიყვებით ერთი 7-8 წლის წინ ოღონდ ციხის 7-8 წლის ციხეში უყვებით ციხეში ვიყავი რაღაც პერიოდი და არ იყო დინამიკები კარგი და ნუ აი ჩვენთან ვაკეთებდით რაღაცებს ვიგონებთ ნუ ეხა ეგ ციხეა და მე გეუბნებოდი ციხეროი. მაშინ მთელი ქვეყანა ციხეროი. იქინის ფარდა. ანუ ხო და რა დაიწყეთ მოყვა ნაცნობია. ძალიან ბაზარო ისტორია ერთი არის ვისაკა ჩასტოტკები როა იმ მაღალი ბგერის დინამიკები. ეხლა ცხოვრობს ის ჩემი მეგობარი შვეიცარიელი უკვე წავიდა თავის დროზე რა და მეც მივდიოდი სავი და არ წავედი. და მოკლედ წავიდეს. თემურ კაჭკაიშვილი ფიზიკოსია. და მაგან და მე ესე გავაკეთეთ ჩემთან სახლში ბინაში პირველი სტერეო აკუსტიკური ისა. და ეს და გამაძლიერებელი ხო ორი არხი უნდა იყოს იქით. მე ხო უნდა სტერეონემსი იშოვო რომ ისე კონცერტი იყო ის საკრავი მე იაფერი არსებობდა. და ჩემ სახლში ვაკეთეთ და ფიზიკის ინსტიტუტში ვახვევდით ფილტრებს. იქ იმიტომ თვითონ იქ მუშაობდა როგორც ფიზიკოსი. ეგ რომელი წლებია? ეგ 70-იანი. უფრო ქვევით 64, 62, 60 აი სკოლას რომ ამთავრებდით, მაშინ დავიწყეთ მაგის კეთება, იმიტომ რომ მაშინ ამ რადიოს ვილის კანოვერს უსმენდით და ბალტიკაზე უსმენთ სად იყო. და მე ხო გინდოდა იქ ნუ აიტყოდა ნუ ჯუკელინგტონ რაღაც, მე იყო ოლვენ ნელსონ. მე იტყოდა ის არის, მე ეს არის და ვერ უსმენდი, იმიტომ რომ კაგები ახშობდა. ხო. ჯაზს რომ უსმინეთ, ჯაზმა გააღვიძა. რა თქმა უნდა. მანუ ახლა შვეიცარიაში ვსწავლობდი თუ მუსიკაზე ყველა ვსწავლობდი. ხო, მაგრამ მე აგებ ახალაც მე როგორც ვიცი, მეოთხე მუსიკალს დავამთავრე. სახლიდანაც ხომ მოყვებათ იქ ინტერესია სადღაც. მეოთხე ვარანცოვზე არ არის, სად არის? ახალუქაშია, სადგურის უკან. ჩემიც მეოთხე. იყო გოქსის სკოლა. და მანდ იყო სწავლობდი საშუალო სკოლაშიც მე გადავედი. იმიტომ რომ კალათბურთის გუნდი გავაკეთეთ. მანდ. თან მუსიკას ვსწავლობდი, თან სპილი ჩემპიონები ვიყავ. ხო. კალათბურთი, აი მე სოსოჟიანტი თემურა კალანტაძე ეს ჯგუფი ყველა სკოლებიდან წამოვიდნენ და ერთი ჯგუფი გავაკეთეთ იქ. აი იყო რა. წერს ეხლა ყველა. კი, ყველაფერს. აი ხანია. ხო და ეხლა რა ხან ვიწერთ. მე მეგონა დავიწყო. ჩვენივრად დავიწყეთ. თანმიმდევრულად რომ მივყვეთ რა უფრო გასაგები იყოს პერიოდებიც რომ გავიაზროთ, სადროდის რა საშუალებები იყო რეალურად. 60-იანი წლებიდან 60-ის ცოტა ქვევით და ზევით, აი ესე დაიწყო მუსიკალურ სკოლაში, მე-7 კლასში, მე-8 კლასში პირველად ბალტიკა მიყიდა ბაბუაჩემა რა ეს. ხო იგეთი? ისა მიმღები რადიო. რადიო მიმღები იყო 25 მეტრი მისი სიხშირის ისა. და 25 მეტრიდან თუ დაიჭერდი ვთქვათ ევროპის რომელიმე ქვეყანას რაღაც ძნელად და იყო ერთი ადამიანი ზაურჭითავა ესე იგი შეიძლება გიცით თქვენ დიდი მელომანი ადამიანი გარდაიცვალა რომ ჩემზე ერთი 10-12 თუნდაც უფროსი ადამიანი მაგას ჰქონდა მაგი მუშაობდა ფიზიკის ინსტიტუტში და ვთხოვე ფიზიკის ინსტიტუტში ვინმე თუ არის მეთქი რომ
დამიმოკლოს ეს სიხშირე და 13 მეტრზე გადამიყვანა. რომ ამერიკის ხმა დაგეჭირა თუ და რო დამეჭირა რაღაცა, ჯერ არ ვიცი რა დამეჭირა. რაღაცა რომ დამეჭირა. მაგრამ ჯაზი როგორც ეგეთი, რა თქმა უნდა, იყო სადღაც რენტგენის ფურცლებზე მახსოვს ამრავლებდნენ რა, რენტგენის ფურცლები იყო ესეთი. ის არის ფირფიტები რენტგენზე ამოჩხაპნით კეთდებოდა და ეხაც მახსოვ პაჟარნი ბუგი და რაღაცები ესეც და ნუ აი ესეთ რაღაცებს და მე დავდებდით ამ საკონცერტო ერქვა ეგეთი ის იყო საკრავი იყო ის აი როცაერსია ვიქტორ სლოვაკეს ძაღლი რო ხარ ისეთებიც მშრალხიძე იყიდება ოღონდ ის ხისტინებს იქონდა იმას ეს უკვე ელექტრო იყო და იმას უკვე ხალხი ვიყავით და უკვე საბჭოთა კავშირი უშვებდა უკვე ფირფიტებს მელოდია უკვე ვინილის დისკებს უშვებდა 22 რაღაცებს უშვებდნენ არა კლასიკას კი კლასიკას უშვებდნენ უცხოურს ოპერებს წერდნენ და უშვებდნენ და მე მაქვს მათ შორის აი ალბომები მაქვს კლასიკის რა ესეთი ხარისხიანად მათ შორის თქვენ მაგ პერიოდიდან მოყოლებული აგროვებთ ამ ფირფიტებს აი როგორ გითხრათ პირველი ვინილის დისკი არ ვიცი ვინ იწვის რომ მე მქონდა და მე ჩამოვიტანე კაუნასიდან და თბილისში არც ზაური ჭითავა წერდა მაგას ქონდა მაგ ბოსი მაგ 8 იყო ეგეთი მაგიტაფონის სამხედრო ბაბინებს უშვებდა სამხედროები მე იგივე ისტორია მაგის მერე მე ვიყიდე ეგ მაგრამ სამხედრო მაღაზიაში და სამხედრო მაღაზია მოყიდა ეს სამხედრო მაღაზია იყო ლენის მოედანში ლენის მოედანი თავისუფლების მოედანი ესე იგი ჩვენი თავისუფლება მაშინ ლენინი იყო და პირველი ფირფიტა რა იყო რაც ისე ეხლა გეტყვი და კალადურს თამაშობდი ნაკრებში საქართველოს ახალგაზრდულში მე-10 კლასში პირველი კურსი მე-10 კლასი წავედით წაგვიყვანეს იმაში კაუნასში არის და ეხლა ყველაზე ევროპული ნაწილი საბჭოთა კავშირის ეგ იყო ლიტვა ლატვია ესტონეთი ხო და ესეთი საკალათო დარბაზში უკრავს მუსიკა და ჩვენ ვარნიშებთ უკრავს მუსიკა გიждები კაც მე უკვე უსმენ ბალტიკაში ის 13 მეტრზე რო გადავაყვანინე ანუ ყური უკვე გაწვრთნილი არის ხო რაღაცას უსმენ ისეც რომ ნუ როგორ გითხრა სიდნეი ბეშე ჯუკელინგტონი უკვე მოსმენილი მაქვს უკვე კაუნტ ბეისის ბიგ ბენდი მოვისმინე და გიждები ვილის კანოვე როდის იტყვის თავის ხმას მათ შორის ვილის კანოვეზე მაგარი რამე უნდა გითხრათ მალზევის კონცერტზე ვიყავით ერთად ვარშავაში აი სიკტელის სიმბოლო კონცერტი გამართა მალზევის და ბოთლი ცვავდით ვისკის ჯონი უორკერს რედს და არ გამიშვა პარტერში ნუ აი აქედან გვერდზე და სცენიდან მალზევისი აკაიდა პირველად ყვები ეგეთი რამე არავინ არის სიგიჟე და ის ფათაშორის იმ კონცერტზე იყო ესეთი ის იყო საულსკი კომპოზიტორი რუსი მოსკოვის ის იყო და ის როგორღაც ის აღმოჩნდა იქდა ის მეხვეწებოდა მან და მის არ ამოუშვეს ხო და იყო მოსკოვის კომპოზიტორთა კავშირის რაღაც და თქვენ იცნობდით თუ საიდან მე ახლა გეტყვით მე ვარშავასთან მქონდა სულ კონტაქტები იმიტომ რომ ვაკეთებდით მერე წლები ეგ უკვე აი 80-იანები იმიტომ რომ და მე უკან გადავხვდი იქ ვარშავის ჯაზ ფესტივალის დირექტორი ხო 13 ჯერ ვარ ჯაზ ჯემბორზე ნამყოფი 13 ფესტივალზე და პრაქტიკულად აი ეს 99 წლის ჯაზ ფესტივალი გრანდიოზული რაც გაკეთდა ბუჯონსონმა და მე შვედი ის პროდიუსერი იქიდან გაკეთა ყველაფერი და მაილს დევისი აი უნდა აი წარმოიდგინე უკვე მორჩა უნდა წამოგვეყვანა და ნუ აი მოხდა რომ გარდაიცვალა მე და ვერ და ეხლა რომ წამოვედით უკან საიდანაც დავიწეთ ერთი უნდა კითხვა ჩაგიკვეხოთ რომ დიდი სხვაობა იყო აღმოსავლეთ ევროპას ანუ იმ პერიოდის პოსტსაბჭოთა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს და აი ლატვია ლიტვა პოლონეთი ძალიან დიდი სხვაობა ქონდა კულტურულად სხვა აი რომ მეტი შეიძლებოდა უფრო კაუნაშიც რომ ჩავდიოდი თვითონ აი
როგორც აი პაპი რო არის ეს უბრალოდ ლუდის კაფე არსებობდა. ხო. მაკდონეზე ქაჯები ვიყავით რა. როაზე არ ვიყავით, სადავარ რაღაცას ვიღაცა ყვებოდა, ვიცი რომ გარემ გლობტროტერსია, მხეცი ბასკეტბალისტები ფოსფორებს ისვავენ და აბნელებენ დარბაზს და კარგს თამაშობენ, ბურს და ხელებს და ნონზე და იყო ეგ შოუ იყო. მთელი. იშოვნებოდა ისედაც მუსიკაც მეტად ის. არ იშოვნებოდა, არა, იქვიძახი. დაიშოვნებოდა ერთ ბიბიტა ვენდაღა დაგიჭერდნენ. არა, იქვიძახი, იქ ახლა როგორ იქ ხო ახლო საზღვართან ზოგის დეი დაწყურდა, ზოგის ბიძა, ვიღაცა მიდიოდა, მოდიოდა იქ უცხოეთში, ზოგი ევროპაში ცხოვრობდნენ ათესავები. და იქიდან რაღაცნაირად შემოქონდათ. ფირფიტან რაღაცა ეგეც შემოქონდა და იქ რომ მუსიკა მოვისმინე ამ დარბაზში. ჯიამიშას თხოვე ჩვენი კეკელზე სულს ავალმეთქი რა ზევიდა. რადიო ის ქონდა ამ დარბაზს. მიზერიცოდი. გავედი ზევიდა მეუბნები საიდან ამ მუსიკაა და აი ხას მახსოვს Countess Kansas City 7 იმას უკრავდა და მე გადადო ეთქო პიპი და მე ნელ სედაკა დაუკრა. სედაკა არ ვიცი ვინ არის. არ მომისმენ. მე უცბად ხეცი რამე დაუკრა ფეს დომინო. აი, ვაჰაც არ ვიცი. ნუ ვერასა ვიცი ვერისკანოვერი რასაც უშვებს იმას ვითვისებ ინსტრუმენტალურ მუსიკას უფრო და რა თქმა უნდა ელა ფიჯერალდი ჯო უილიამსი და ესე სხვა არ იყო რა ინფორმაცია არანაირი კიდე ვინ არსებობს მე გავიგე ნატ კინგ კოლი მე გავიგე პიტერსონი და მე და ეგრე ნელა მე რა იცი რა არის აი გუკასავით იმახსოვრე როცა ინტერესი როცა გინდა შენ გონია ვაფშე ნიჩო ხარ მაგრამ თურმე ნიჭერი ხარ და მუსიკის სიყვარულიდან პროფესიაში როგორ გადაზარდეთ თან მაგ დროს ანუ აი გეტყვით რა აი ეს და მივედი ამიშა სუთხარი რომ ის მეთქი რა ქვია ფული მინდა ხო ამას უთხარი რომ გაყიდი მეთქი ამას და ხედავ პირველად ნახე ცხოვრებაში ვინილი დიდი და თავისი დიდი ფოტოც ეს შოკი იყო ჩემთვის ეს გიჟდებია გავხედე სადმა დავდო ის ხო გადავა ის ხო პატარაა ეს როგორ უკრა და ესე ნუ ახლა მე უთხარი მომყიდე მეთქი რა ეს და კიო და ეხლა ფასები როგორ იყო ისი ჩვენ მაგალითად 60 მანეთი მქონდა ხელფასი თან სტუდენტური კალათბურთში იძახით ხო რაღაცა პუროესნიკში რომ თამაშობ გპ-ის გუნდი რაღაცა მაგრამ დედა მამა ეხმარებიებოდნენ და იქ ძირითადში როგორ იყო ისი ჩემი თაობა მაინც შმოტკა ევასებოდა რა უფრო შმოტკებს იდულობდნენ შეეძლოთ ბატენი 5 თუ ეშიმშილა და ერთი ბატენი ეყიდა და ერთი მაგარი ჯინსის ლი ან სუპერ აიფლი რა ეს იყო რა და ჩაიცვალთ ინსპექტორებს და თუ ხეტრევერეს გასტუკი თუ გეკეთა ხო ბავშვი ნომერანძინ იყო ხო მაგრამ მამაში სხვა გზით იყო ჩაცმაში ის თავიდანვე ხიპი იყო და იგი სხვაგან იყო ის არიღებდა მაგას ჩვენ აქეთ იყო state მე მაინტერესებს კვეთაში როგორ მოხდა ხო მე მანქანას მივიდეთ რომ კვეთაში როდის მოხდა კვეთაში ვერ ხდება ეგ ვარიანტი არ არის კვეთაში რო არ მოხდეს მუსიკას რა თქმა უნდა ის სხვა რამეა თუ სერიოზულად უდგები ამას ეს ჯაზის და ეს რა თქმა უნდა ყველა ეს ყველაფერი მაინც იქიდან მოდის ნიუ-ორლეანიდან იქიდან მოდის. ხო, ნუ როკ-ენ-როლსაც ხო იგავთ ასება. არა, რიტმიკა და ეს ყველაფერი მაგას ხო ბრიტანელებმა სხვა რამე ქნესენ, ამ ბიტლზებმა და ამ. მაგრამ ეხლა ეს რაც ყვები მოკიდიოდა პალწინი. მითხა რა არის პალწინი? მე ხუთმანეს მივცემ და 5 მანი და 80 კაპიკი ღირდა ერთი ფირფიტა და ესეთი. და 40. ცოტა დიდიც იყო 33-ზე. სიჩქარიან და იყო 45. ხო. სიჩქარიან. დიდები იყო აი კლასიკა რო იყიდებოდა. აი მოგცემეთ კიდე ახლა ჩავალ მე უთხარ ჯიბეში მაგ ამოვიდა აუტან. ვაფშე 3-5 მანეს. 3 მომეცით. ეს მეყურეს ეს ვერ არის. პალწინი კეთე 50 რუბლი მითხრა დარაგოი რო სულად. ხო და მივხვდი რომ სხვაგანა ვარ. სხვაგან ცხოვრობ და ვაფშე სხვაგანა ვარ. და როგორ გითხრა იცით ბიჭებო აი დავიბოღმე ჩემ თავზე რა რომ
ვაფშე რა ქვეყანაში ცხოვრობ, მაშინ მივხვდი. რომ არ ჩემი დედა, არ ჩემი мама, არ ჩემი კალათბურთი, არ ჩემი მოსმენა. ვაფშე აი ჩაკეტილები ვარ სადღაც და მაგარი ხაჯები. და ის კივნეულია ხო ეხლა მაგის გააზრება რომ აი მაგის აი პირველმა შეხვედრა მამ ვინდელმა უკვე დამსტრესა რომ წინააღმდეგობა ხო აი სადღაც ვარ და გაგებაში არ ვარ. თურმე სხვა ქვეყნები სხვანაირად ცხოვრობენ, სხვა განათლება აქვს, სხვა განვითარება. შენ რამდენიც გინდა უკვე დაჭეკი, კაი. რამდენი უნდა უკრა შენი შოპენი და რამდენი უნდა უკრა ბეთჰოვენი და ჩაიკოვსკი და რაველი და გასაგებია, შუმანი და ის უკარი. 7 წელი უკარი twin მქონდა არ მინდოდა რა ეს თქვენი კლასიკა. მუსიკის დიდი წვლილია რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა საერთოდ მე ეგრე მჯერა. აი ხო, ბევრი ახალგაზრდა გააღვიძა. სხვათა შორის მე ხა იცით რას ვფიქრობდი? აი რადიოზე რო ლაპარაკობდით რა, რადიო ხა იმ პერიოდში ხო ის იყო, აი ერთეულებს ქონა წვდომა ესე თუ ვიღაც ყავდა დაიჭერდა სიხშირეს და ეს ხო წვეთ-წვეთად თითოეულ ადამიანებში მოხდა, რომელიც აკუმულირდა საბოლოო ჯამში. ამ აკუმულაციამ ალაპარაკა ესენი, გააცვლევინა, გაასუხდა და ეგ ვაფშე ამერიკის ყველაზე დიდი პროპაგანდა. ეხლა თქვენ შედეგს ეხლა და შედეგი ეს არის. ეხლა ვფიქრობ როგორ ვიშოვ ეს ამდენი ფული არ მაქვს როგორ ვიშოვ რომ ამას მოვუწან მე უკვე გავშტერდი მივხვდი რომ ეს რაღაცა ღირს რა კი არა მე მინდა მუსიკა მინდა მე ეს ფიფიტაკია ეს მუსიკა მინდა ხო და თან ახერ აზე იმაშები თბილისში მინდა ჩამოვიტანო და თქვენ მოგასმენთ ჩემს აზმაკაცოს მეგობრებს ესე აგე გაჟიკა კოლა ქაშაყაშვილი ესენი ჯაზი აი უკვე აკორდებს იღებენ უკვე იციან ვინ არის თქვათ პიტერსონი იციან გარნერი ვინ არის უკვე იციან რა ეს რაღაცები იციან გურამ ჟვანია კიდე იყო მის ბიძა და რაღაცა და პლუს მაგის გარდა კიდევ ის იყო ჩამოსული ჩინეთიდან ჩამოვიდა ის რა ქვია ძალიან კაი მუსიკოსი შანხაიში ცხოვრობდა გაბისკირია და ფუნიკულოზე ჯაზს უკრავდა და ორ საყვირს იდევდა ჩვენი ჯაზმენი ყავთ იქ ცხოვრობდა იქ განვითარდა იქ დაიბადა იქ რაღაც მამამისი მუშაობდა გეოლოგები იყვნენ რაღაცნაირად მოხდა და იმ შანხაიში პირველი ჯაზოვი ქალაქი იყო იქ ამერიკიდან შანხაიში იყო ჯაზი და როიცოდეთ ადესელები ვინც იყვნენ აი რაღაცა იქ ოდესაშიც იყო რა უჩერსოვი და ეს ვიღაცები უკრავდნენ და საქართველოში არ იყო ეგრე აუ ისე წასულ ტიპებზე გამახსენდა გუშინ გამახსენდა თქვენ თუ იცით ეგ ისტორია ჯორჯიო გომელსკი იცით ეგ ტიპი ქართველი ტიპი ალბათ გიორგი გომელაური რომელიც წავიდა ინგლისში 60-იან წლებში და გახდა როლინგ სტოუნსის პირველი მენეჯერი იყო და საერთოდ მუსიკალურ ბიზნესში იყო იმის მერე ძალიან წარმატებული. ხო, საიდან არავის ინფორმაცია. ქართველი, ანუ ვიკიპედიაში არის რა, გუშინ ვკითხულობდი, სასწაული ისტორია, ანუ ის კი არ არის რომ რაღაცაში ჭორი და რამე, ქართველისელი ქართველი ტიპი როლინგ სტოუნსის მენეჯერი იყო რა. რანაირად მოხდა, საინტერესო. რანაირად გავიგეთ ახლა ეგ ამბავი ეგ თორე. ნუ ეხა იცით რა, მე მგონი მაინც ეგ ომი მე ხო 45-ში დავიბადე, ომი რო დამთავრდა, მაშინ და უკვე აი ვინც დარჩა, ჯარი დარჩა და ბევრი დაიბადა. ო, ეგეც არის. და აბარა. თქვენ მოიაზრებოდით როგორც იდეოლოგიურად მოწინააღმდეგეთ აღიქმებოდით იმისთვის SRK-ისთვის იმ პერიოდში? არა, ვიცით როგორ იყო, როდესაც უკვე მე დავიწყე რეალურად რაღაცების შეთება. მაკვირდებოდნენ, რაც ვინა. ო, ეგ თავისთავად. ო, გაკვირდებოდნენ რა ესე ვინ, საი როგორ რა ასაკენ მაგრამ აი რაღაც კაპიტალისტური იდეის მატარებლებად აღიქმებოდით და სადღაც საფრთხე იყავით. აი გეტყვით მამაჩემი მაგალითად ესე მოხდა რომ ნუ ის ფირფიტები წამოვიღე და როგორ ტრენერს ისთვის მიუწია ჩემთან მამაჩემ ფული მიცა რომ იქნებო დაჭირდეს და რაღაცას მიცემო უცხოეთია რა და მე მოვედი და უთხარი მამაჩემ თუ რამე მოგცათ იქნებ მასე 15 კიდე მასე შენ ფული აფერნა გასესყო მამაშენ მომცა რისთვის გინდა და უსვა თავში დამარწყა რომ მე რო უთხრა რომ ამხელა ფული რომ მივცე ფირფიტებში შენ რომ ისე იდიოტი და მეცაზე არ ვიყავ ეგეთ ფასი რამე შეიძლება ქონდა მაგით ამონის ფასი იყო ის აბა როგორია მე უთხრა და ჩემს ყაბა ვნახე საკომისიო
უნდა უყიდო მეთქი და აიშვილიო აშვილია და ნუ მოკლედ მან პალწენი კაცი ამ ფულად მომცა ისამი თქვენი პროფესია იყიდეთ მაგითი მაგ დროს აი ხა გეტყვით დავახვიე გაზეთებში გადავახვიე სკოჩი არ იყო მაშინ ზაფებით შევკარით რამეში გრბილებით ჩამიდო 1000 გაზეთი რაში არ გაგიტყდეს რა და აი რო არ მოგატყო აი ფერბიდებ ესე გულში ჩამოხვა ჯახუტებული ჩამოვიდა როგორც კი ჩამოვიდა აეროპორტიდან აქ ჟორა ისევ იყო ეგეთი მაგარი კაცი ავლაბარში ლესელძეზე ცხოვრობდა თემური კაჭკაშვილის დედის ქმარი მაგას ქონდა ეს ფრაიგრიბაჭი და რაღაცები და მოთხარ მაგ მე დავაი დაუკრათ მეთქი რა სადმე ესე აი წავიღეთ თემალ კიკნაძე არქიტექტორები ესენი აი ეს რა ბექარშოშტაიშვილი სულ მაგარი ხალხი მაჩევს აი ესეთი ხალხი რაღაც აყვა ამ პლასტიკებს ამბობ აი ეს ქუჩებიდან გამოვიდა საიდან გამოძრე შუქს მოყრე ჟაქტებურა გაჟიკა ვიღაცა დიდონაც ამ მუსიკას უკრავენ აკორდებს იღებენ გარმონია რამე ეს უკვე აზემოდია კონსპირაციულად ხდება თუ აბარა ოჯახებში არა რა კაფერის კაფე რა გარეთ ერთი ელინგტონის ექსენტრენ დაგდა ასრაფა გეწოდები ნახე და საზღვარზე როგორ შემოიტანეთ საზღვარი არ იყო საქართველო იყო პრინციპში ერთი ქვეყანა იყო სამშეკავშირი იყო ერთი ქვეყანა მე მგონია მაინც რაღაცას გადიოდა სამოიღია აქ შიგნით იქიდან ვერ გამოვიდა მე იმპერიაში არ ვარ გასული აქედან ხო ფული აი საზოგადოება თუნდაც ფული რომ მიგაქ ეგ ხონე შეამოწმო რამდენი მიგაქ დეკლარაცია არა იმის იქით კი იგივე ფულია ბიჭო ერთი ქვეყანა რაღაც რაოდენობა იგივე რომ ბარისში მიდიხარ მართალი ხართ მართალი 100,000 როგერდო შენია მე მორჩა მაგრამ არ მაქვს მაგის საიდანაგაკ ეგ უკვე სპეკულანტისტობისგან ალბათ ნუ აი ჩამოვიტანე და დაიწყო ამბები ბაკურიანში იყო მაგარი თუსოვკები ნაშები რამე ჩვენი თაობის უკვე სტუდენტები ვარ პირველი კურსი რაღაცა და დათო გოგიბერიძე მახსოვს მოვიდა ჩემთან სახლში ჩვენ ახლა ძალიან თხოვ სახლში ვარ ბაკურიაში უნდა წამოიღო ეგ დისკები გამატანეო რა გიხარ გამატანე მე დისკები აგერ ვოგადგას მე უთხარ წაიყვანე ტექტუიდად აპირვიტეს არავის არ მოგცემდით წამორა შენ კარგად მე წამოვალ დავაჯექით იმას მანქანაზე წავედი ბაკურიაში საკრავი არის უკვე კონცერტი და წავიღე ისე რაღაცა რომ თიმნემში მე გავწმინდა მე უთხარი ისე და აი გატყდა ამბავი გაგიჟდები ხო იქ აი ეს რაღაცა ისეთი ელიტარული საზოგადოება ისვენებდა ხოლმე ბაკურიაში ვინც ხილამურებზე დადიოდა არქიტექტორები ესენი მხატვრები ესეთი რაღაც უკვე დაიწყო სიმპოზიუმები თომ შემოქმედებდა ახალგაზრდებს რაღაცა აი ეს ძალიან კაი გოგოები და კაი ბიჭები დადიოდნენ მოდიოდნენ რიგი იდგა ეს და ამას უსმენდით რა აი დანდი ოთახში იყო ეს ამბავი ესე დაიწყო ყველაფერი აი მე უკვე სად გადაწყვიტეთ პროფესიად ქცევა თუ ესე როგორ განხორციელება ახლა გპ-ში ხონდა ჩვენ რაღაც ჯგუფი რომელიც ფიროსმანი დავარქვით იმიტომ რომ აი ფიროსმანი ნუ ფიროსმანი რა ფიროსმანი ნუ იქ გვამში სხვა რომელს უკრავს პაკატო ხო და ცოტა შეფუთვაც იქნებოდა ბაზე უკრავდა მეზოზე ჯერ არ წავდი რაღაცა ნუ ესე და ნელა ესე იგი დავიწყეთ ფიქრი იმაზე რომ ჩვენი ის გაგვიკეთებინა არქიტექტორებთან ერთად ზიფში გპ-ში გავაკეთეთ რაღაც ეგეთ ფიროსმან კლუბი იყო კლუბი ხო გასაგებია კაფე კლუბი სმენელთა ხო აი ზიფში შენობა როა იქ ვიკრიბებოდით ხოლმე აი იმას მაუს რო ქონდა ხო მაუს რო ქონდა აქედა მანამ აქეთა კორპუსში ხოლში თანშუშები იყო არც აკუსტიკა რაღაცებს ვაჯღარებ ძველი პიანოიდი ბეკერის რაღაცა და იქ რაღაც ვიკრიბებოდით ხოლმე რა ამას უფრო შეკრების მიზანი ქონდა და საუბრობდით რაღაცა გაურკვეველ სიტუაციებზე კალათბურთელებზე ამერიკელ იქ ვიღაცა ფრენკ სინატრა იქ ვიღაცა ნატკინ კოლი იქ ვიღაცა მოვიდა თქვენი ამის მოგისმენია და რაღაცა და ვიღაცებმა დაიწყეს უკვე დისკები ისაც ამ ზაურჭიტავასთან ჩავიდეთ და ზაურჭიტავასთან ცხეთის ქუჩაზე ავიდოდით იატაკებზე ესე ვიჯექით ჟენე მაჭავარიან ესენი მოდიოდნენ და უსმენდით რა ოღონდ ლენტებზე ჩაწერილი ჩირის პრიომნიკი აი
მქონდა ზაურის ეს ყველაფერი იყო მაგრამ და ვილის ქანოვერის მიყავდა ჯაზის ჯაზ ტაიმ ეგრე ხო და ნუ ვილის ქანოვერის ხმაზე გიზდებოდი და მე მივიდით და გამიჯდებოდი და ვიწყებდი ზავის პირველ საათზე მოსმენას ვილის ქანოვერის უკვე და მე რო ვიკრიბებოდი და ისევ აი რა მოვისმინე ის და განიხილავთ ასულ ეგრე იყო და მე ვიღაცა მაკორც აიღებდა ვინაღაც აიწეს არა ჟენია თქვენზე დიდია დიდი ჟენიამ როდის 10 წელი დიდი აი მე ყველა მაინტერესებს ვინ როდის რა დროს დაიწყეთ თქვენ დაიწყეთ კონკრეტულად ამის მე ჟენიამ ის მაგათ იცი როგორ გითხარ ესე იგი მე გეტყვით მაგათ დაიწყეს გპ-ის ორკესტრი ხო არსებობდა ჩვენ გპ-ის ორკესტრია გურამ ზვანელი ეხა ესენი კაცო ვინ გუშინას ფიქრობდი მე რა სიმღერას ღეროდნენ როგორ აკეთებდნენ ამას სულთა ის რო for freshman ჰარი ლოუს რო ეს ძველი ფაქტიურად იმათი სკოლა როგორ ხმების გადალაგების მიხედვით გურამ ზვანელი გენიოსი იყო მაშინ ჯაზ ვოკალ კვარტეტი რო იყო გპ-ის ხანაერად შეერდნენ ეგენი სულთა ჯაზი იყო ეგ თქვენამდე ისა ჩემამდე ხდებოდა მე იმიტომ რომ მე 62-ში დავამთავრე სკოლა ჩემამდე ხდებოდა გპ-ში კონცერტები და პირველი კონცერტი ჯაზის ბიგ ბენდი რომელიც ჩამოვიდა ეს იყო ეს ისა რა ქვია ბენი გუდმანი 64 წელს თუ 4-ში სამ სკოლაში სკოლა რო დავამთავრე და გესწავლებში ვისვენები და გია ბაბუნაშვილი ხალხო დირექტორი გადასარევი ჩემ ბავშვების მეგობარი აბედა მოუპარეთ მამამის აბედა ყავდა პროფესორი დოქტორი იყო და ღამე წამოვედით საღამოს 2 საათი ჩამოვედით სპორტ სასახლის კონცერტის მივედით მერე ძალიან ცირკი მოგვივიდა მაგარი უკან დავდეთ ეს ისინი ჩვენი პერანგები და მოურეკავთ 100-ით რა გიჟივი დადიოდა იცოდა ტარე მე არ ვიცოდი კარგად ტარე იმანის და პაბედა მოვედით მოვაყენეთ და მაიკ აღარა თუმცა გაფრინდა ფანჯრიდან კარგია მაიკებში სუს ბუკუკან ავედით იმიტომ რომ მაიკაში როგორ იყო მაშინ ეხა ესეთი მაიკასაც არ ჩაგაცმევდი ესე უნდა არ შეიძლება და ვინ ჩამოიყვანა მოსკოვმა რატო რა ეს კონცერტმა აი გუგული ყიფიანი იყო მაშინ დირექტორი ჩვენ ოსაფები ვართ კაცო მაშინ მოხდა ეგ ამბავი 62 წელია მახსოვს ხო 62-ია მე 10 კლასში ვიყავ სორი მე-11-ში და ჩამოიყვანეს და ამხელა ორკესტრი როგორია და აი მახსოვს მე ხა ესენი მივიდნენ ყველა ჩვენ უფროსი თაობა ენვერ ხმილოვი მუსიკოსები ეს აფსოსო ტუღუში და ყველა მივიდნენ ესე ჩვენ პატარები ვარ და აი ესე უკან დავდებთ რა მას და იმ მაიკები ჩამოვედ უკნიდან დავდეკით სპორტ სასახლესთან გამოვიდნენ ზანგები ზანგირა იყო აფრო-ამერიკელები არ ეწყინოთ ხო და ამოვიდნენ უყურებთ ამ პირველ ამდენი შავი ადამიანი ერთად არ ვინახეთ თან რა მუსიკოსები რა დუდკები რა დაუკრეს ვიქტორ ფელდმანები ვიღაცები ჩამოსულები არა ვიცით უკვე ვიცით ვინ არიან და ნუ და მაგათ ცოცხლად ნახულთ სიგიჟე პირველად და თან სპორტ სასახლეში ხო აკუსტიკური ნოლია რა ვიცი ტექნიკურად როგორი იყო ანუ აპარატურა რაღაცა არავითარი აპარატურა არ იყო დაუკრეს რა როგორ დააკიდათ იმათაც რაც იყო დაუკრეს რაც იყო ეგრე იყო და მოვისმინეთ რა იყო რა მაშინ ხარისხი არ არსებობდა პერფორმანსი იყო ჩვენ დროს არ არსებობდა ჩვენ რა მიკროფონი მუსიკას ჩვენი დრო უფრო ის არის დანგრეული იყო და ანუ მაგრამ ეგ ძალიან ადრე ყოფით ხო და მე ძალიან ადრე ყოფი და მე ჯაზ კლუბი რო გავაკეთე და რო კლუბი ქვევით ბარათაშვილის ხიდქვეშ იქ უკვე ტესლა და რაღაცები გვაჩუქეს ეხლა თქვენ გასაწყობებით ხო თქვენ დროს აკრძალული იყო ყველაფერი ჩუმად უსმენდით სახლებში რაღაცები ზუსტად იგივე ხდებოდა ჩვენ დროს ოღონდ ცოტა სხვა მიზეზის გამო იმიტომ ჩვენც ვიკრიბებოდით ჩუმად უსმენდით იმიტომ რომ ჩვენ როკ მუსიკას როკ მუსიკას გარეთ რომ მოგვესმინა გავხსოვდეთ თემაში ჯაზი წინ დადგა უკვე მიიღეს და აი ხარი კლასიკად როკ მუსიკა უკვე რევოლუცია ეგ არის და მაგის არ მოწონდა აი გადასვლაც გავაკეთოთ მაგრამ ჯერ მაინტერესებს სანამ მაგ გადასვლას გავაკეთოთ აი ჯაზი და როგორ შემოვიდა როგორ ისქნა როკ-ენ-როლმა აი მამისმა ვიღაცებმა როგორ ყველა ამ ჯაზს უსმენდნენ ესე არა მაგრამ ჯაზით გაიარა სადღაც გადაუხვიეს მაგრამ კი არ გადაუხვიეს კაცო
სოფლიოში ხიპების ის წავიდა რა რაღაცა რევოლუცია დედამიწაზე და ესენი არ ვიცი მე როგორ რაღაცა მამაშენის ვალერა ესენი როგორ ხდებოდნენ საიდან ქონდათ ეს ინფორმაცია თმები გაუშვეს აუე იზახდნენ არაფერი არ გვინდა იატაკზე მოდი პოლზე წამოვწვეთ იასვალზე დავჯდეთ როგორ თუ ასვალზე დაჯე წამოსკავდეთ დაჯე თქვენთვის ჯაზმენებისთვის ის იყო ცოტა უცნაურობა ჩემთვის არა იცი რა იყო ჩემთვის იყო მიუღებელი კი არ იყო ხო უცნაური მაგრამ რაღაცას ამას კარგი რა ეხეს კაკაფონე გეყოფა მაგრამ აი პირველად ბიცები რომ მოვისმინე და უკვე რო გარმონიულად და ეს რომ აშენ გავგიჟდი და всё ვიფიქრე ეს ჩვენ გადაეწყეთ თქვენ ესე გახდით მსმენელი სერიოზული აი როგორც კი ბიცებმა პირველი დისკი მოვისმინე მე მივხვდი რომ რაღაცა უკვე სხვაგან არის მაგრამ მე ხო წამოვიდა კიდე ჭიჟოლი როკი და რაღაც იმას ვერ ვიღებდი მეც ის მერე უფრო 70-იან რაღაცა ნუ აი საშენა და ესენ მელოდიური იყვნენ ესენ რაღაც იყვნენ და ეს ბიჭებიც ჩვენი ბიჭებიც ძალიან წაყვენ ამ საქმეს და ის კი არა ძალიან დიდი ამბები გავაკეთეთ ჩვენ ამ ბიჭების მუსიკით ხო საქართველოს ხო დროდის გაიცანი ვალერი აი რო გითხრა მე გეტყვი აი 65-ში რო დავამთავრე ინსტიტუტი 67-ში 8-ში იქ მე ეგრევე გურამ გაბუნია გითხარ წადი მოდი რა რამე კაფე გა ტეკას დივანია პირველი დივანი და თემური კაჭაშვილი მოვიდა შვეიცარიაში ვინც არ ჩემი გო მითხარ წამო რა შეხვედრა უნდა შენთანო და გეპეში რო აკეთები და ჩემთანაც ეგეთი იყო და უკვე ეს პირველი აპარატურა გაკეთებული ქონდა ჩემთან სახში და მოდიოდა ხალხი რიგები იდგა რა რომ სახში ვეღარ ვტევდი ხალხს რომ მოესმინათ წავიდოდნენ ორიკა აქედან ხმამბულის როგორია ვაფშე ნუ გიждდებოდნენ დებრუბეკის Take 5 იქ რომ მოვასმენინე პირველად იქიდან რომ წამოვიდა თებში და აქედან რომ ბასმათა გაგიждდე ხოდა მე გიждდებოდი ეს როგორ ხდება გაგესია მე როგორ ტელევიზორზე რომ გავგიждდი როგორ ჩავს ნუ აი როგორ ჩავს აი მაგაზე გიждდებოდი ანუ აი ეს მოხდა და ბარათას და გითხარ რომ ესე გვინდა კომკავშირი რაღაცა და შევატყე ეს ცოტა პროგრესული და ძალიან სიმპათიური გამსამოლები არის აი ეს გურამ გაბუნია მაგარი აბდუშელიშვილი აი ეს სოციალია კარგად არის აი ზურ აბდუშელიშვილი მის мама ნერე იქ იყო კიდე ნუგზარ ფოფხაძე იყო ვაჟა ლურთკიფანიძე კომკავშირებში იყვნენ ეგეთი ტიპები მაგარი ტიპები იყვნენ მაგარი კაი თბილისელები და კაი ოჯახშვილები ეგ პროფესორი აკადემიკოსი შვილები იმათ უკვე ინფორმაცია მიღებულ გადა ჩემთანაც ბაკური SDM-ებში რო ვიკრიბებოდ ხო ასმენინებდით იმათ ევასებო მოიწამლენ ო რა მომდოდა ეს ცოტა კონტროლის მექანიზმი მე უკვე იცი რა მე უკვე ნაშასაც ადვილად აბავდი თუ სვეტსკი იყავი თუ ჯაზი იცოდი თუ რაღაც გრამსონზე ისაუბრებდი წაკითხული ქონდა ან რა გოლს ფორსებს იმას ეს უნდა ქონოდა წაკითხული პლუს ეს ჯაზი უნდა ქონოდა და მაგარი ბიჭი იყავი და ტრევერა ინსპექტორები მე გოგოები შენი იყვნენ და იმადაც უნდოდა ეგეთი ბიჭები ხო და იქ არ იყო მაშინ წამალი მამალი არ იყო ეგეთი რამე ჩვენ წარმოუდგენელი იყო მაშინ იყო დაჭრა მოსულა მაგრამ ჩხუბის დროს თუ დაჭიდე ვინმეს იმას მაგრა გაკიცხავდნენ რა უბნიდან ნაგდებდნენ უკვე რა არა ჩხუბი უნდა ყოფილიყო კარგი მე ჩხუბობდი ჩვენ სკოლის უკან და ეს კლუბის იდეა რომ მოუვიდათ მან ეს ხო არ იყო ერთ-ერთი კონტროლის ხო და კონტროლის მექანიზმი ხო არ იყო რომ ბარემ ერთად შევყაროთ ეს ტიპები შეიძლება აი ხა ხო იყო ეს რაღაც ჯგუფები რაღაც ეს და იქ წავიდე ჩვენ გავაკეთეთ ახალგაზრდა კლუბი იქნებ დავაგაფინანსებთ ხელფას მოგცემ რა ხელფას მოგცემ აი ამ 60 ეს ბარათაშვილის ხიძზე უყვებით ხო და კეთილ მოწყობის სამართლოს ეკუთვნოდა ეგ სივრცე იმან გადაცა გურგულია გიას მამამ აი გია რო მურგული იმის მამამ
ხო და გადმოგცა კი ბატონო რაღაცა მოგწეს ამოვიდეთ ტელევიზიაში ოვასვანიძე სიმას ავეყრით ისე და ნახან კამსომალო იყო და თავრობა ისა გვაჩუკეს ტესლა გვაჩუკეს ბეკ როიალი პატარა რაღაცა უნდა ავაწყეთ მე და ნელ-ნელა დავიწყეთ იქ შეკერბები არქიტექტორები მოდივინ უკრავდა ვინ რაღაცას იმაშებოდა სხვა შორის თეატრის ხალხიც მოდიოდა ბევრი ახალგაზრდა თეატრში შუთი ჩამოვიდა. ხო, რეალურად ხვალ ერთადერთი სივრცე იქნებოდა, სადაც აზე მოსული ტიპები მივიდოდა. და ავინა გენახათ, რა ყოველ საღამოს რაღაცა ხდებოდა. ყოველ საღამოს ვიღაც საქსოფონისტი გამოჩნდა, ბიჭი. აი, თავისუფალი სცენა, სივრცე გამოჩნდა. ჩვენი დღესაც ხედავ მოდის რეზო. ჩაჭხიანი. რეზო ჩაჭხიანი. მამაჩემის ძმაკაცი. მეუბნები, მაინც თუ აქ მე გიტარა გავაკეთე. რა გიტარა გააკეთე? ბასკეტბოლს თამაში. აი შემოვიდა. რეზოს ვიცნობ კალათბურთიდან. თორე ესე რა გიტარა გააკეთე? მოიტანო უყურე ბიჭო ეს წერი. მოსაჩემი და თავის ხელით გაჩარხა გააკეთა რეზომ. იქა კიდევ ესენი არიან ეს ტიპები. ამის მამა ეს ზიანი მიყურე. როკენროლი მოვიდა. მოვიდნენ ტიპები. ერთმები რაღაც. იგივე დაუკრავთ. რას დაუკრავ? ყველაფერი შეერთეს ერთას. ერთ დინამიკში. ეს ვერ გაი. ნიშნა და ჩამოგრეს ეშენ ბილსების სიმღერა. ხედავ ეს კაჩაროვი. შოკია. ვალერ მეუბნები შენ საიდან ეს? რა ზეპირად ვისწავლე. რა ისწავლე ზეპირად. ეს და ბილსების ოპლადი ეგრევე დაარდაცხეს. და მაგრამ ნუ გაძე რაღაცაზე უკრავენ და ნუк-დუк რაღაცა. ვალერი თქვენზე პატარა იყო, ხო? 50-იანია ვალერა? 49-იანი. მე 45-იანი. ხო. იქ ვორია პეტროვი რაღაცა მოდა და ესე იგი ამ მის ჯაზს უკრავთ ძირითადში იქ და ესეც მოვიდნენ რა როგორ მოვიდნენ რეზო და თეზიკო ასათიანი. მე ბორია პეტროვი მახსოვს. ბორია პეტროვი ბლიცის მენეჯერი. ბორია მე ესე იგი მე ფილარმონიაში მე რაღაც დიდი ისტორიები მოხდა წავიდან ბარათაშვილის ხიდის მერე იქ ძალიან დიდი ამბები ვაკეთეთ პირველ ჯაზ ფესტივალზე ბაქოში წავიყვანეთ. ეგ რამდენი წელია? რომელი? ანუ რამდენი წელი იყო? ეგ 70-იანი ხო იყო ერთი ეგ 5 წელი მე ვიყავი. 5 წელი ბარათაშვილის ქვეშ. ეგრევე სანდრომ მე და მიშა ჩავჭავაძემ დაუტოვე ეს ხიდი ეს ჯაზ კლუბი მამაც უთხრა და მე წავედი და დავიწყე თეატრის კეთება სანდროს თეატრი სანდრო დაამთავრა ხო იმ ტოსტანოგოვთან სარეჟისორო ჩამოვიდა და ეგ და მიშა ჭავჭავა ჩემ ბავშვების მეგობრები არიან მოვიდეთ აი რა გეყოფეთ კლუბი მოდი რა თეატრი გამაკეთები მე თავისუფალი სულელი ვარ გიჟი ვარ ვაი ეს იყო ყველაფერი არის აწყობილია ლეორა შომახიძეს დაუძახი შენახარ დირექტორი კამსამოლას უცხარი ეს კომიტა მე ციცი არ მედოდა ეს კამსამოლა კატალოგით რა და წავამეთქი ჩემი გზით თავისუფალი რაღაცები ახლდა მაგას ყველაფერს წინ თავისუფალი ის მინდოდა შარყავა დადიოდა იული ესენი მოდიოდნენ ჩვენთან იქ გაცოცხლით ქვეშ და ნელ-ნელა კაჩავრებს ამათ ბერმუხას იმას ბერმუხა უსმენდნენ არა ბერმუხა არა თეძიკო ასათიანი იყო ხოლმე აი ეს თავი მაგათი ჯგუფი ჩაჭხიანი ესენი და მე და ეს მამაშენი და ბიჭები და პლუს იყო რიტმებლუზი მოგელაძე ხო და ისინი ქიტიაშვილი ვიღაცები არა ქიტიაშვილი ბერმუხაში ბერმუხა მოდიოდა ქიტიაშვილი მოდიოდა სურნო იყო იცი რაღაცა უნდა და სურლა ეგეთებინა მაგრამ მაგას მე გავუკეთე საქმე მე ფილარმონის დირექტორი გავხდი პირველად მივეცით უფლება ვაფშე რომ გამოსულიყო, იმიტომ რომ იქ აბსოლუტური კაკაფონია რას უკრავდა. თვითონ არ იცოდი. რომელ წელს გახდით ფილარმონიის დირექტორი? აი ეს 39 წლის ვიყავი. აზე ხარ 30 წლის დასაწყისში ეგ არის. იცი როგორ იყო? აი ეს 5 წელი რო გავაკეთეთ ის ჯაზ კლუბი. მე ხო გაწავედი და თეატრი გავაკეთეთ მეტეხის თეატრი. იქ მოვიდა თაქთაქიშვილი მინისტრი. და მინისტრს უთხარი მე რომ დორიანიც იყო იქა და აი რაღაცა მინდა მეთქი რომ გაკეთეს და ჰამლეტი და ეგეთ რეპერტუარს ხამენაში ჩანა სანდრიგა თავის გიჟობდა მე ამას უყრიდი თავს და უცხოეთშიც უკვე დავაწყებინე სიარული კარგი მენეჯერი ხართ ნუ რა ვიცი რა ვარ გამოცდილება გაახერხა იმის კლუბის მოსკოვიჩრი და ყველაფერს რო იცოდე ერთი წელი არაფერა გამოვიდოდა იქ თუ არ ქონდა გოს კონცერტი
კლუბი, всё. მაგრამ უნდა კაი ანგარიშზე ყოფილიყო. ურთიერთობა. კაი ვიღაცის შვილი, იგი ვიღაცის გენსეკის ისა. კაპიტალიც ჰქონდათ ხო ესეთი მასალი სოციალური კაპიტალი. აი ლიპნიცკი და ის მამაშენის, აი ეს არტემ ტროიცკი ეს ყველაფერი ხო ჩემ ჩამოყვანილები არიან. მერე ჩაიხუტენ ვალერა კაჩაროვსკი. ეგ 80 წელს. 80. ხო და აი მანქანამდე ეგ ჩავშალოთ რა, ეს ფესტივალი ბევრჯერ გვიხსენებია. ფესტივალზე უნდა ვილაპარაკო და 75 წელს ხართ ფილარმონიის დირექტორი დაახლოებით 18-ში. 15-ში, 16-ში დამნიშნეს და 78-ში გავაკეთეთ პირველი ეგრევე გააკეთეთ. აი როგორც კი შემიყვანა კაბინეტში თაქთაქიშვილმა აივსო შენახარ გუგული ყიფიანის მერე როგორია და დორიან კიტია ჩემი პედაგოგი მესწავლი რომ ჩემი მასწავლებელი იყო გენერალური დირექტორი იყო საქართველოს ფილარმონიის და იგი იყო პლეხანოვზე ეხლა გეტყვით მე ეს დარბაზი ფილარმონიის რო იძახიან რომ ფილარმონიის დარბაზი არ არის არ უსარყოფილა ეგ არის დიდი საკონცერტო სახელმწიფო დარბაზი არავის არ შემთხვევაში ფილარმონია ჩვენ ქირაობდით მე და დორიელი ფილარმონია იყო პლეხანოვზე ხო ქირო ის იყო სამართველო სადაც იყო არტისტთა გაერთიანება რერა რუსთავი ივერია რასკი ანსამბლები ასევე მედიკო ძიძიგური ისა ნანი ბრეგვაძე ბუბაკი კაბიძე ყველა რუსა ჩუხიშვილები ყველაფერი შემოდიოდა ჩვენთან ლეიბლივით იყო, ანუ ეს 1200 კონცერტს უცხოური გაგებით ლეიბლი, მაგარ ლეიბლი, ეს ბიჭი ვიჯექისა და ეს ვერ არის კარგად ეს ჯაზ ფესტივალს აკეთებს სამართლობით, აზეც არის, ნუ ის სამართლოში ვინც მუშაობდნენ იქ. იმათ იცოდნენ რომ კონცერტი როგორ დაუგეგმონ ადმინისტრატორებმა საბჭოთა კავშირის გარშემო და იქ. და ამ დროს ეს ჩემი ბიჭები ხო არიან აქ. აქ უკვე ბარათაშვილის სიტყვის როგორც კი მე გავხდი ეს ტიპები ნელ-ნელა მოვიდნენ და მოყვეს თავი ბორე პეტროვი ვალერა კაჩაროვის სახელმწიფო მოვიდნენ რატო იმიტომ რომ მე ჩემ ხელშია და ბიაგები ჩამოვიტანე 30 კომპლექტი მოსკოვიდან ბიაგი ეგ არ ვიცი ეგ იყო აპარატურა ესე კომპლექტები თავის 12 მიკროფონი თითოში რეროს მივეცი ერთი და ისე და ადრე თურმე აძლევდნენ ფულს აგროვებდნენ საწყარს რომ რომელიმე ანსამბლს ეგ მიეღო რა. და ჯიბეში უძებდნენ რილაც. 12 კომპლექტი ჩამოვიდა და დავრიგი ამათ ეტო ქიზდები მიხარია ბედნიერები არა მუსიკოსები აგერ ბასილაია ბუთხუზა იქიდან აქედან ესენი ორერა ეს ისა რა ქვია სუპერა ნუ ძალიან ისე განეწყენ ხო და ფესტივალის იდეა ანუ ეს აი 78 წელს და გავაკეთე ფესტივალის 24 ანსამბლი ჩამოიყვანეს საბჭოთა ხო მაგრამ ვისი იდეა იყო ანუ რას გულისხმობთ ეს ხო რაღაცა მაშინ ანდეგრაუნდი იყო ვინც ჩამოვიდნენ რა გრებენშიკოვი არა მე როკ ფესტივალია ხო 78 ჯაზ ფესტივალი ეკო ეს რო არ გაკეთებულიყო 78 ეგ როკ ფესტივალი ვერ იქნება იმიტომ რომ წარმოადგენს გაბზარა იმიტომ ის რაც მივაღებინე ნაბიჯი იყო რა. ხო, შოკოლადი ხო ცოტა მოეწონა შოკოლადი. ხო და ვინები იყვნენ მანდ. მაგდროს ვინ არისო კაცო, თელი აი ლუკიანოები და ისო რა ქვია ძალიან ესე ჩიჟიკი და ეს ძალიან მაგარი ლატვია და ლიტვა 24 რო გითხრა ჯაზ სასტავები არსებობს. რამდენხნიანი იყო? უკვე 10 დღიანი. 10 დღე ეგეთი რამე ევროპაში არ ჩატარებული ეგეთი. რო ერთად 10 დღე ფესტივალი როგორ ტარდება ზოგჯერ რომ დღეს ფესტივალს არ ქმნიან და მე რაღაც ამ დღეს ეს ჩამოს იმ დღეს აპარატურას რო იძახით ეხლა რა ჩამოიტანის მიაგები მაგისტვის ხდება უშუალოდ არა ეგ აპარატურა ჩამოიტანე აი 80 წლის თავის როკ ფესტივალში პუპსიკა და ეგ რა რესურსია პუპსიკა და ეგ პუპსიკა вообще სხვანაირი ისტორიაა კიდე როგორ მოხდა ეგ აპარატურა აქ და როგორ გაგიზდნენ ამის მამა ყველა გასულოდნენ ესე მთელი იმის დარბაზი იმის ფილარმონიის დიცაგდა აშენებული იყო სხალოკები ხო 40 იდგა ხო სა ეგეთი ზუკი вообще არ ყოფილა თახთაკიშვილი მოვარდა ისეთი ამბავი იყო ნუ მე ეტეკად ბიუროზე გავყავდი სინდენა აი რა მოყვა მაგას კიდე თითისქნევის ნაწილში რა მოყვა რომელი აი ხო ეგ არა ჯერ ჩავშალოთ როგორ და საერთოდ მაგრამ რა მოყვა გეტყვი ის მოყვა მე ამის მერე იცით რომ საბჭოთა კავშირში ინგლისურ ენოვანი კონცერტს თუ ვინმე მართავდა საბჭოთა ხო არ არსებობს არა ხო
ეს იყო ეს ჩვენი ბლიცი. როგორ გახდა, როგორ მოხდა ეს ამბავი? აბა აი ხო ეხლა ვტუნოვთ იქით ჩვენ. მე ეხლა იქით გადმოვხდი. 78 წელს ესო ჩატარდა ჯაზ ფესტივალი. მე მომადგენ ესენი ჟულიკები კაბინეტში მე დაждდით. როგორ ამას უკეთებ ჯაზი გავდა დრო აღარ დადგა ჩვენი რაღაცა იქნებ რაღაცა გავაკეთოთ პარკში. ხო. ბორია პეტროვი ესენი. ესე შვებია. თმები რამე ბევრი თმები. ხონმე გასტუკი მიგეთი არა. ხო რა ქნას რა. არა თან მენდობიან მე იციან რომ მინდა რა რაღაცა და თან ვიცი რომ რაღაცა პროტესტი არსებობს ამ ქვეყანაში და ესენი ვაფშე ვინ არიან? ვერ ხვდები ვინ არიან. ესენი დაძრებიან უკვე მოსკოვში, კიევში, ეს ასტრავი ესენი იქა, ხო, მაშინა რემენი იქ აკვარიუმი ვიღაცებს და ვიღაცებს და თურმე ეს გაბმულები არიან. ყველა პატრონიკები არიან, ოღონდ. სცენას არ აძლევენ, მაგრამ ეგენი უკრავდნენ მარტო კლუბებში, აბურის ქარხანაში, სადაც უფლებას მიცემდნენ, სადაც მების ის იყო კიდე კლუბი ვისაც ჰქონდა 30 წელს მეაქირებდნენ და ესენი უკრავდნენ. ამ გიტარაზე და თავის გაკეთებულ გიტარებზე და თავის გაკეთებულ დინამიკებზე. ეგ იყო, აქ რაც იყო, 3-4 ჯგუფი იყო, მეტი კი არა. აქ თბილისში და ნუ იბრალებენ რაღაც, არაფერც არ იყო. ესენი იყვნენ პიონერები. ეს ხალხი, ვინც მართლა ატარა თავის ზურგით ეს როკ მუსიკა პრაქტიკულად რა. და ამან განაპირობა რომ ღმერთმაც ისე იმე რომ ჩვენ მოვხდით სათავეში ხენ რომ ჩვენ მევწყვიტავდი იმიტომ ბიუჯეტი მქონდა და უკვე ამ 78 ჯაზ ფესტივალმა განაპირობა ის რომ საეცკაი კულტურაში დაიწერა დიდი სტატია რომ თბილისში მოხდა გრანდიოზული ჯაზ ფესტივალი და უკვე როგორ აიცი რაღაცნაირად უკვე ყინის ფარდა რაღაც ასულია რაღაცა მაგარი რამე მოხდა ანუ ის არის ყოველ შენიშვნების მომენტი? არა, ჯაზ ფესტივალი ასო. კროლი ესენი ჩამოვიდნენ სულ ყველამ დაუკრეს. ვაგიფ მუსტაფაზადე, დათუზა ყურაშვილი, ესენი ყველა ესენი ეს პატარები არის, მე 80 წლისაა. იყო გრანდიოზული ჯაზ ფესტივალი. საათი დღე. ხო, და ბორია პეტროვი ახალგაზრდა და დავნიშნე ბორია იმბრეისორ კონცერტო, რა, გულთან ეგიჯდა. ფესტივალების ბორია მართლა ჩემი ძმა რა ვენაცვალეზე ისე წავიდა ბიჭები როგორ წავიდნენ მე არ ვიცი ხო მოკლედ ეს რო გაკეთდა ყველაფერი მე ჩავედი მოსკოვში და შევხვდი ერთ ოჯახში აი იმას ტროიცკის და არცენ ტროიცკი ხო ტროიცკის და საშა ლიპნიცკის ხო და ეს ლიპნიცკი იყო ბრეჟნევის თანაშემწის კლავნი სუხადრევის დედის ქმარი. წარმოგიდგენია? საშა ლიპნიცკი ზვუკიმუს ბასისტი არის ხო? ხო, ზვუკიმუ. ხო და მეუნება გაერთ ვახტანგოვიჩი. აზრ მეძახი მე ვახტანგ. კაცმა კაცობდი რა ისე მოდიოდი ისე იგი წრე ქონდა იქ ირინა სმირნიცკაი ვიღაცები და ეგეც იქ იყო და აქედან გავიცანი არ ვიცი ვინ არის და ხო არა მოდითო რა ჩემთან ხვალ ოჯახში ვიკრიბებით და პატიჟე. ეს ლიპნიცკი გეუბნება? მე ახალგაზრდა ვარ, თან ფილარმონის დირექტორი ვარ, გრუზია, დირექტორი ფილარ. და უცებ აკი დრუზია, იმ დედამის უკითხია. დავაი უპილოში. აბა ფილტრი იყო, ვინ შეგიშვებდა. ისასთან. აბა, თან ეგეთი სახლიდან თუ აკეთებდა. თან იცი როგორი იყო ეს? ეს კაცი, ეს ითო სუხადრევი იყო, ნუ აი უმხეცესი ამერიკელი მარჩიან ეგეთი ინგლისური ეს იყო ყველაფერი ბრეჟნევი ხო დავდე ესა და კაი ფორმალი რაღაცა იცი სადა კარეტნირეად რო არის იქ იყო მაგაც სახლი და გადასარევი ბინა ყველაფერი და ეს დედამისი ულამაზესი ხალია საშას დედა საშას მერე ცოლი ყავდა ოლა გადასარევი აი ძალიან კაი ოჯახი. საშა ჩვენთან ცხოვრობდა სულ რო ჩამოდიოდა. ხო და ნუ აი ესეთი ოჯახი. ვალერა იმასთანაც იყო. საშა რა იყო იცი? საშა რა ტიპი იყო? ვერ გაიგებდი ვაფშე. აი უკრავდა თან კიდე იმას აგროვებდა. რაღაც იკონებს, რაღაცა ძველ ხატებს, რაღაცა სოფლებში დადიოდა. ფულის აკეთებდა რაღაცას. ესე იგი ფულიანი ბიჭი იყო და მათ ინახავდა ზოგი ყველა სამ ბიჭებს.
და თან ამის სახში იქნებებოდნენ. აუცნაური ეგეთი სახლიდან რომ მაგ ხო, მუსიკას ერთხელ ვირეკავს და უნდა გაგაცნო კიდევ და მოიყვანა ეს ჩვენი ტროიცკი. მე გოსკონცერტში ვარ. ტროიცკი არ არის ჯერ მთლად? არა, კაცო, არა, ბიჭები არიან რა, არაფერი. არ მაგრამ სადღაც რედაქციებში დავდიან რაღაცა მუსიკულ რაღაცას ნუ შემთხვევაში მასკოვში ფაკური მეგარი რა მეტი არაფერი. ტუსოვშიკები ხო ბას. მოდა მე ვარ. ხო, თქვენ ამაშია საქმე და ეს მაგრამ მე ამათ ვიღებ. და ესენ გიждდებიან მე ვიღებ, სხვები არ იღებენ ამათ. მაგრამ ხო მაგას გრძნობდი თქვენ ეგეთ რაღაცებს რეალურად რა კოჭები ნუ ქონდა? იცი რაშია საქმე, მე ერთ რამე გრძნობდი რომ ეს მუსიკა რასაც ესენი უკრავენ მე ბიჭო, მე გამომდინარე ვიცებიდან. მე გამომდინარე მე იმაში გავფრინდი კაცო, სპეციალურად ლონდონში რო ეს მე ნახე სუპერსტარზე ვიჯექით მო პრემიერაზე. მართლა. ვინჯდა რა ვაფშე. ხო გეუბნები მას ეგ არ გამიგია სუპერსტარზე. სუპერსტარზე. twin იყო იცი კიდე იმ სუპერსტარის კონცერტში. ლაშა თაბუკაშვილი, კეთი დოლიძე და მე. აჰა, მართლა. აბა ესე ჩავაცხეთ ლონდონში, მაგრამ გამსამბოლომ გაგვიშვა. პასპორტები მაქვს აზეც არ იყო სად მივდიოდით. კეთი საათს მოყოლილი. მოგცე რა, მოგცე წავედი. ხო, ნუ ხეცი, მაგრამ ეს ხო ნახეთ ბიჭო. ბიცებისაც ცხოვრობდნენ ის ლივერპულის ხო ნახეთ. ეს ხო ნახეთ და მე ხო ყველაფერი მაქვს და მე დიდი ხელოვნებიდანა ვარ. თან ბეკენ USSR ნამღერი აქვს და ესე უკვე twin-ში მიტრიალებს ამათ დედას უტირებ რაღაცას ვიზუალიზი, იმიტომ ესენიც აქ უკვე გაახურეს ამათ. twin-ი სადღაც ესენი უკრავენ. რაღაცა კლუბში, გპ-ში, მაოდა ესენი, ავედი მოდი. მივედ ბატონ გაისწრო და რაგინა მოვედავდი. ვა. კიდე ვა. მაგრამია ხო. რაღაც არის მე ეს დავლენია მევასებოდა მასების დინამიკები დადგეს რა. და კარგი იყო რა და ის რაც რუპუნი იყო, იქ არ იყო და ის ჯაზში რო იყო, ის ჯაზი, კონტრაბასი რო ისა იქ მიკროფონი ედგა იმ რეი ბრაუნს მოუდა. აქ არ იყო იქ. არაფერს არ ქონდა ხმა. წნევაც. აქ ხმელი იყო ყველაფერი. ნოლი იყო რა. და დისკიდან იმიტომ გიждდებოდ დისკიდან უსმენ სხვაგან არის, სხვაგან ახარ, სხვაგანში არ ხდება ეგ ხო. და ესე სიზმარში ხარ. ვაფშე სხვაგან ახარ, სხვაგან. და ტროიცკიმ გაგაცნოთ ხა ეს და ტროიცკი მეუბნება რომ ხვალ ბუდაპეშტში რესტორანში რომ წაიყვანო მოგასვენო ვიღაცებიო, მე მთხოვო რა. და ვინ იყო ეს? მეთქი წავედი ბიჭო და ესენი არ უკრავენ კაცო, მაშინო რემენი ვიღაცები რაღაც გრუპები გამოვიდნენ რესტორანში. ბაპეშტი კაი რესტორანი. ხო და წამოვედით იქიდან ერთი შეხვედრა, ორი შეხვედრა. რაღაც მეუბნება რომ კაცო აი ხო რას ფესტივალი გააკეთე, 18 გავაკეთე. მე ორი წლის მერე გავაკეთე კიდე სოც ქვეყნები. გავამატე. 80 წელი მოდის. შუაში არა, სემში სტოი, სემს თვასიმოი, სემს ძივიათი, სემს თვასიმოი. აი უკვე მოდის 80 წლები. უკვე ჩემ თავსაც გაუთამამდი მე. იმიტომ რომ უკვე აქ ეს ყველაფერი შემარგეს. კი, ხო. ხო, ანუ მეუნებიან რომ ამ კარგად ჩაიარა და გიგრავენ. ხოშიანა მინისტრი რამე აი ყველა მეუნება რომ ესე იგი ეხლა ესე და ფესტივალს ავეცქე მუსიკი და რაღაცებს ვაკეთებ. გამოსულაში. ქართული შოკეთება და ორერას ღია ცის ქვეშ კონცერტები გაკეთდა მანამ აი მეტექს თეატრში რო ვიყავი და 900 კაცი ესწრებოდა ამის რა ქვია იმის წინ გორგასალის ზეგნის უკან მეტექის თეატრის ფლაშატკაზე იყო კონცერტები ერთი თვე წვიმაც არ მოსულა ორერასი და გადაჭედილი იყო და ამიტომ გადამიყვანეს მეტექის თეატრიდან მე მივხვდი დირექტორად გამიგი აი დამიბარ თაქთაკი შო პარტია გავალებს თქვენ ახართ უკვე ფილმები ამე არ მეძინა მანდრაჟი როგორ 29 წელს ანაპასნია ხო და ნუ ესე წავიდა რა ეგრე წავიდა ეს ცხოვრება და მე აი ტროიცის ეუბნები აიცი რა მეთქი მე წავახე თბილისში და ხვალე შენ რომ მითხარი მაგურის ქარხანაში წავიდეთ შენ რომ მითხარი ვიღაც გრუპა რაღაც არ ვიცი რაღაცა ერმიტაჟი თუ რაღაც ერქვა რა ჯგუფს ეგეთი რამე ეგეც ახებს ხო რა პუმპულიუმ რაღაც ერქვა რასტოვსკი არის კიდე სასტავი მაგარიო იქა პეტერბურგში მაგარი სასტავიო კიდე ვა მე
მე ვუთხარ როგორ ეს კაცო ხა შენ რო გევასებე ჯაზმენებისგან ესენი არიან. დავედი და მოვისმინე მოკლედ ეს პომპოლიუს რაღაცა ჯგუფი კიდე რაღაცა ესენი შეწუხებულები არიან შეშინებული ტიპები, სადაც მიყუჟულები რაღაცა. ესეთი ოთახი რა უჭერს ამას ყველაფერს კი არა. ვაფშე რა. აუგურის ქარხანაში უკვე მე მივხვდი რომ აი დღეს არა ხვალ არა ეს ხალხი მოდის. всё ესენი მოდიან თავისი პრინციპებით რაღაცა და ნუ იცი რა ვიქხაი თითქოს არც ის არ იყო რა ქვია პროტესტი მაგრამ პროტესტულად გელაპარაკება რა უკვე ტიპი რომ ავი ეს მოისმინეო ეს ჩვენო ეს ის არისო და შენ უკვე იმ დონემდე მინდა შენ არ გესმის რა აი არ გესმის და ჩვენ ვაფშე სხვაგანა ვარ ჩვენ სხვა ქვეყანა გვინდა ჩვენ ვაფშე გვინდა და მიდიან სავეტსკი არ უნდათ იგავე მიდის ეგა ვატყობ უკვე რომ შიგრით ეგე აბე ხმას ვერ ამოიღებენ მაგრამ ვატყობ ვარიან ეგენი ანტი და მეც ხო შინაგანად ხო ჯაზოვი ვარ სკოლაში ხო ერთხელ დამიბამა ჩემი დაიბარეს ერთხელ ნუ მე-10 კლასში ეს უწევს პროპაგანდას იმას კაპიტალისტურ იმას ხელოვნებას და თქვენი შვილი დააუკეთ რაღაცებს ის დედა რაღაც იმღერა დედი გამიშვი ამერიკაში ამე იქიდან რაღაც ჩამოვალ და თუ გინდათ ჩამატრი თავში და რაღაცა ეგეც ამებს აკეთებს ეს ვინ არიან ფუტურისტიო ენჯერა მოხსენს პარტიიდან მომაჩებს და გაჩნდა შეესწორი ოჯახი შვილობით მოგეც ეგრე იყო რა ეს ვათა ნიუანსებია ეგ ნიუანსებია მაგრამ აი ეგამ წამოვედი თბილისში და გაჭომს უცხარი ტროიცკის რო შენდა საშა დაჯექით მეთქი და ერთ თვეს ჩამოდი ჩემთან თბილისში და ექსია გააკეთეთ საბჭოთა კავშირში ვაფშე რა სასწავლები არსებობს აი ეგეთი პატპულნი თბილისს მე დაგახვედრებ გაგა ჩამოვიდნენ გავაცანი ესენი ბიჭები ბორა პეტროვი მამაშენი ყველა მაგალითად მაგაცები იყვნენ არა ნუ მე ხლა მე იყვნენ რომელია მე ვაფშე იმიტომ რომ ეს არის 79 წელი წინაწელს ესია და მე უკვე ეს დუხი მაგაღებული ფინანსები რაღაც ჩერქეზია ისა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე აქ ოტარაკიც მივედი საქმე მაგთქონთან მედი და პატიმს სცემდა მე შენ რაღაც ახალი თვალები გიფრთხინავს მითხრა და ხო მე უთხარი ეს და უყვები რომ აი ეგეთი რაღაც ჯგუფები არსებობს აი ჩემთან დადიოდნენ ბარცაშის ხიტყვისა ბიჭები არიან სამხატვრო აკადემიას სწავლობენ ზოგი თეატრალში სწავლობს ზოგი ეს და აი მუსიკას უკრავენ და ბიტლსები ხო იცით მეთქი ნუ თან მე უთხარი ხა ეს ბიტლსები რა მაგარი საქმე მეთქი რომ აგენი ხო აი ვიეტნამის ომის მოწინააღმდეგების იყვნენ მე უთხარი და ისმის ეხლა მისმეს როგორ ეხლა მე თანამდებობა მაქვს ეგრე ხო არ არის ვატყუებ არ ნახსოვნები ვიყოთ ამ კუთხით ვეუბნები ხო ასტორიკუსით ეს ვხედავ შენც მუსიკაა ძმო ეს რომ დაგვაფინანსე მეთქი რა მე ვერ გავკაჭავ და მე ვიზა ერთ რამეს მეთქი რომ კომკავშირს დაურეკეთ ხო აი რო ხო არის ვაჟა როცა შარტავარა და გავაკეთოთ ცეკა გამსამოლა გრუზიი Грузинская филармония да ЦК СССР комсомола проводят в Тбилиси весенние ритмы. Фестиваль. Заказапуло ритмები. ეხლა როგორ თქვა როკ ფესტივალს ვატარებო. ან დაგეწერა დამკრალი იყო. დაწერეთ ვესენიეს ბორა პეტროვა იბუშავა დაწერა ტექსტები ესა ის. ჩამოვიდნენ ტროიცკი ლიპნიცკი ჩამოიყვანეს ერთი ჟურნალისტი ერთი ქალი და თურმე ნუიწყი ვინ არის აზე არა ვარ და გაგაცნობთ და გასავიცათ დაგლიჯა ესეთი ხოა გავრე ვინ ახარ პარდაკოვა არის სავეტსკაია კულტურა რო არის გაზეთი იმის მუსიკალური ნაციის ნაჩვენებს ამათ როგორ დააბეს ეს და როგორ დაუზმაკასდნენ მივხვდი მე იმიტომ რომ ამისი მამობილი ხო ის არის რა თქმა უნდა გავლენია ხო გავლენია აპარა იქიდან უკვე იმ კაგებაში და სადღაც ეთობა უკვე ზარიც იყო მიცემული რომ
გაიწყონ ლაპარაკი. ამ დროს უკვე თქვენ თუ გაგლოთ 80-იან წლებში ამ რკინის ფარდი ჩამოხსნა რაღაცა ვითომ რაღაცა ვიღაც ვითომ უნდათ რა. ხო. საბჭოთაშ ვითომ რაღაც ჩვენ დავიბადეთ მაგცელს. ხო, ნუ თქვენ დაიბადეთ. მithos აი ეს არის დადეს რასტოვ-მასტოვს, რაღაც CBS რა თუ რამე არსებობს ისა გუნეშ, ხო ის ტაშკენტი ეს 24. და მე ვთქვი გავაკეთოთ მეთქი და გავაკეთებ ძანება დავწერე ყველაფერი ბორე პეტროვს ამე აღარ ვახტანგი დაგიჭერე. უნება. რა ეს ბიჭი მიდიან მოდი. ფეოდალო ჩუმად იყავით. ხმარო, მესენერით. და რა მოახო ამ მუსიკალურად ხო ვერ შეამოწმებენ. აუ. ხო ვერ შეამოწმებენ. ხა მოდი ამერიკელი შეერა იცი იმ დღეს ასდაუკრა ფრედი ჰაბარი ჩამოვიდა. ჩანაწერი არ არის თან. ვარასებს არა. ხო და ვაკეთებთ რა ახალგაზრდა მოდის და ნახე ავკიდე კომკავშირს. ისეთი ფოკუსი გავუკეთე ამათ სულ გაგიჟდა. ხო და იქაც ჩვენმა თანამოაზრე კომკავშირმა ჩვენმა ძალიან ლოიალურები იყვნენ. მაგენი ოჯახშვილები იყვნენ, ეს კარგი ხალხს იცნობ თქვენ ძველ კომუნისტებს არიან. ხო და მოკლედ ამასაც დაწერეს რომ თბილისის საქართველოს ცეკა კომკავშირი და დაურეკა шартовом даймат и Москве несогласны проведем молодежный фестиваль такие эти группы приедут и они будут те самые наши не надо зря наглядывать пожалуйста только за вашу дорогу и вот вы туда обратно шауките ту и комкаши шауките билетის ფულები იქა უყიდე სამ ტიპებს ესენი მე რომ მე ვებზვის ის აკვარიუმის დურა Բայց ეგ რაზე გეტყვი მაგი ვაფშე სალკესი ის იქ ვერ არის კარგად თუ ვინ მე ახლა იმაზე ისე მიდიოდი მე მესახის კაგებეშნიკს თუ დურაკია ის რაგვარი ეს პარის გრიპინში გო ნუ ეგეთი რაღაცა იქ თან მე ვიცი რომ რაღაცა მოხდა და რა მოხდა ეგ არ ვიცი რა მოხსნა და ეხა ნახე რა ვქენი წამოვიყვანე ესა რა ქვია ჟიური ხო და ვინ არის ჟიური მოსკოვის იმის კომპოზიტორ კავშირის თავმჯდომარე ვინც არის მალოჯი მძილო ესა საულსკი ჟურა ჟერე მაჭავარიანი არის ჩემთვის გაჩეჩილაძე გივით ეს არის ნავსი ჟური ხო უნდა განსაზღვრე ხა ეს ხო არ არის ჯაზი ხო რა თქმა უნდა ვინ არის მაგარი გრან-პრივის უნდა მიცე ხო ჩამოვიდა 24 წლის ასწავი და აბა ფილარმონიის დარბაზში და აბა აპარატურაზე ორი ტრალერი პუპსიკა ვიპოვე მე ეს პუპსიკა იყო მოსკოველი ჟულიკი რომელსაც ჰქონდა აპარატურა ჩამოვიყვანე ბიჭო გადაგიხდი ხელშეკრულება დაუდო გაგიზდა ფილარმონიამ იქეთ ხელ ნუ სამდენს ვეთიში დაშ პრივი ხო და იმას ნუ ტრალერების ფული იქიდან გადავერიცხინე აქედან ნაკანა გამსამულას ისა გზა არ დამიჯდა და აქ ამყავს ესა ჩემი მიშა ჩემი ბასკუ ჩვენი ბასკუ ლოლაძე სასტუმრო თავში აჭარა მე ვუთხარი ბასკუ მომენ გავაკეთოთ ისა და ბასკუსთან ნახევრის ფაში მოვაცავსეთ ეს მაგრამ ეს ცოტა ხალხი და დანარჩენი ვინც იყვნენ ამათ მამას შემნა იმაძუ წაიყვანეს გაიწოვეს ოჯახებს ხო აი ნაწილის რა არ არის ამდენ თუ არ გვექნება მეთქი ვერ და იმიტომ რომ ხარჯი იყო იქ შიგნით ძალიან ბევრი ფილარმონის ხარჯი იყო რაღაც იყო მე რაღაცას ამათ სუწოჩნი დავალი ხო თხიურს ფაზლები ო ნუ რაღაც თან რამდენი ადამიანი უამრავ ადამიანს მაგრამ გეტყვი მე შენ რა დაჭირდა თითქოს მე მგონი პულწაიას იმიტომ რომ თელ თბილისის აი ვის პარტერში იჯდა და გადაჭერე როგორ ინაწილენ მიყავდა დილამდის კეიფი 10 დღე და ღამე თბილისი გუგუნებდა მე ეგეთი თბილისი არ მინახია ხო წარმომიდგენე 24 ბენდი ესე იგი თან ზაპრეთ ბენდი როგორია აგზალულ ბენდები ჩამოდიან ვინ არის შავები ან თეთრები არიან კაცმაის ვინ არის ბასაკები არიან ვინ არიან ო ჯერ არ ვიცი აი ვინც იყვნენ ისინი სულ რამაზა ჩიჩუა ესენი აი კითხე რამაზა ვინ იყვნენ თქო და მოგიყვება ყველა რამაზა მოიყვან ფარამდებზე ხო უკრავდა ხო რამაზა მიყვება ხოლმე რაღაცე ხო რამაზი უკრავდა უმაშენთან ხო და ნუ ეხლა მე ყველა არ მახსოვს იმიტომ რომ მე იმდენი საქმე მქონდა გვიждდებოდა და როგორია რო იწყებოდა კონცერტები 4 საათზე 5-ზე გვიანებამდე ამის 12 საათამდე ფილარმონის დარბაზი
ჯგუფები იცვლებოდა. მე აპარატურას ხონდა ისას ვაფშე. ბორე საწყალი უკვე გუწასული იყო ხოლმე. აი ესე დიდი ამბები ჩატარდა და პრავდაში ამ გოგომ ამ ჟურნალისტამ დაწერა რომ ჩატარდა პრავდაში რომ ზამეთქა აი ამ ხელა. პრავდა ზამეთქა ამ ხელა. დაიწერა რომ ესენი რიტმი ჩატარდა სუსპეხამ. აუჩ. და იქრო ტიპები წაიკითხავდნენ მე ვინმე მომადგებოდა კიდე ამ კაგების უფროსი დომოდა უკვე всё ესე იგი იმ კაგები მოხდა დავაი დავისტეთ გრებენშიკოვზე მოგვიყევით რა გრებენშიკოვზე მოგიყვებით ახლა ხო და მიდის ეს კონცერტები მიდის უბერავის ყველა მაგრა ისეთი კაი სიყვარულით მიდის ეს ყველაფერი ხო და გრებენშიკოვზე გიჟებები დავდივართ მამაშის მოყოლი იქნება. რას ლაპარაკობ? ჩვენი ჯგუფები რო გამოდიოდნენ ორველა გავის გამოვიდა კიდე. გივი ხოლმე სემსპიატი ანსამბლი. ხო. აბარო. მე არ ვიცი ქართველები. სემსპიატის გამოვიდა, ის გამოვიდა, ხო? ესეც რეზო და ისინი ჩაჩხიანი, ვინც კი ჩვენი არსებობდა ყველა. ყველა აპათი დღერი ის ყველა იყო, ყველა. მე როგორც ვიცი ბლიცის პირველი კონცერტი ეგ იყო, ანუ სახელი ბლიცი მან. ბლიცი იყო მან შეიკ. ეგ და სხვათაშო ძალიან ეფექტურად დაუკრეს რა ეს მე რაღაცა პრიზიც აიღეს არ მოველოდი კი არ ლუჩი კონცერტ ბორჩსკი კონცერტ რაღაც მიცეს მაგრამ ამას ადგენდა ეს საუსკი un პრეზიდენტი ჟური მე ხარ მე ვარ ორგანიზატორი რაღაც უჩინმაჩინში ბიჭო გამოვიდა ეს აკვარიუმი აი ჩემ შვილებს გიფიცები ეგეთი ამბავი რომ აი ხო გაროკმენებულები არიან ყველა დარბაზი გადაჭედილი ყველაფერი გამოვიდნენ და უცბად დაიწყეს მუსიკის დაკვრა სექსუალური დვიჟენიები და სმიჩოკებს არა დაწოლები და ამი ფლეიტა დააწვა გოგო დააწვა ის უნდა გენახათ რა და აი თვითონის ხალხი ჩვენ ვინც მაყუ გარმოხდნენ უმაცილეთ მაგათი უკვე მაყურებელს მიხდა რომ აქ რაღაცა მოხდება ამიგე და უცბად დაიძახა პირდაპირ საულსკი აი რაც იყო იმას გიყვებით მე არც ვარ იქა იქ ვაფშე არ ვარ ჩქაბ საქმე მაქვს მილიონი ტიპრავით უნდა ის გაუშვა ესა ჩემთან მოვიდა კიდე რაღაცა ის გავაკეთო ვერც მოვიდოდი ეგოზე რომ იმდენად კარგად წავიდე ეს 8 დღე რომ ვერ წარმოვიდი განწყობა იყო ისეთი გადასარევი და რეაქცია არ მოეწონა საბოლოოდ და მე დაიწყო იმ ტალახები რეაქცია არ მოეწონა ხალხი გარბოდა ვაფშე გაიყვანეთ სცენაზე ვინ არიან საზღერ მუსიკა კი არის ხო იქ გავიგე რაღაც აქტი ქონდა დარე აბსოლუტურად მუსიკა არც ის არის ხო რომ თქვა ლუპილი და წნევა გაგიჟებს არაფერი ყველაფერი ჯობდა მაგის მუსიკას რაც დაიკრე თუ იცი იყვნენ ისეთ ჯგუფები იყვნენ აი სერიოზულად გეუბნები არ და არსებობს ეგ ჩანაწერებს და ყველაფერი არსებობს მაგის ვიდეოის მასალა რაღაცები არსებობს რაღაცა ცოტა არსებობს ხო ცოტა არის შეგიძლიათ რომ ნახოთ მაგრამ ამას ეს იუნეში არის და რაღაცები ამან ეს მე ხელზე დაიხვია რა მე და ზეცოდა ადგას აუსკიმ და დაკეტე დარბაზიო ჟურის თავმჯდომარე დააკეტე დარბაზი და всё და დაურეკა პირდაპირ წერილი მიწერე თუ იმასო პეტერბურგის იმას გამსამოლას რომ ეგრე უპაზროვნად მოიქცენები თავისთავად ამ კაცმა გადაარჩინოს საულსკია იქ ქართველებს ეს გვაბრალებს ეს არა მომაგიბებს ენა მაგრამ მართლა იმას გასალაწუნებელი თავის რუსს მოუაროს მაგან და უცხო სამალი დასვი და გავგაგზა ეჯგუფია და მიაყოლა კიდეც წერილი წავიდა არაიდარი მე ხელმოწერა არ მქონდა ორგანიზატორი მაგ ბორე პეტროვმენს რომ ეს ჩაიდინეს და მოხსნილები არიან ამ კონცერტზე მარალე ნიუს ანუ არ ჩაატარებინეს ბოლომდე არა კაცო სცენა დაუკეტა კაცო აბა სხარდა დააკეტინა მე ამას საერთოდ მე არც ვიყავი იურა საუძა თავი იმის ის იყო პრეროგატივა პრეზიდენტი ჟური SSR-ის როკ პირველის მიდის და მე ხო უთხარი რატო გაუფუჭე თელ ამ ხელა ქვეყანას მე ქონდათ ლაპარაკი არ კალდორში შევხვდა და რატო გაუფუჭე მეთქი
აი მთელ აი ამ ამდენ ხალხს ამას ხა ჩამოს მუსიკოსებს რატომ მოუსპე მე უთხარეს რა что რაღაცა არც ვიცნობდი ვინ იყო არც ვიცოდი და ეს არის ბორე და ჩიჯი вообще მე უთხარ რაღაც გავნიუკი ხარ მოწავედი იმიტომ რომ არავინ არ იყო თვითონ მათ ხალხო აგურის ქარხანაში მუშაობდა იმათ რა თუ სადღაც მუშაობდა დარაჯად და ჯგუფი ყავდა და ხალხი პატივი ვეცი ჩამოიყვანეთ ყველაფერი და აქ დადგა ისა სექსუალური კომედია რაღაც ანუ მარაზმი გააკეთა რა მუსიკის გარდა ნუ ესე ეს რა საპროტესტებდა მე თუ ვერ ვხვდები აი რას შეგუნა თვითონ კითხოთ იმ პერიოდის მე რაღაცები დაწე ვითომ რომ იცი რა ის გაიოს კანდელაკი და он распорядился მიწერა წერილი პეტერბურგის წერილს კი არა მაგას ამისანა დაწყებულ დიდ ფორუმს მაგას უნდა დავანგრევინებდით და გახდა მაშინა времени გრან-პრი აიღო ხო რა აქ ის იყო ქართველები არა ისა ეს რა დაგლიჯეს ხო მაგრამ მაკარევიჩმა დღესაც მაგას ყვება და სხვა შორის ჩართვა ქონდა ლონდონი ლიპნიცკი საშა მე და არა ისა ტროიცკი მე და მაკარევიჩის ის იყო ჩართვა და რა ვიცი YouTube-ზე არის ისა რამე ფორმით ხა ამ კონცერტის ფრაგმენტები ვინმე შეხვედრიათ YouTube-ზე? გადაცემა არის ლინკს დავდებთ ან როგორ არის ვალერი მამაჩემი ტროიცკი ლიპნიცკი ეგრეა გადაცემა ლაპარაკობენ ამ ფესტივალზე და პახუდა ჩართვები არის რაღაცა ესა რა დოკუმენტური ფილმი ვიქნა ამან მაგრამ უმნიშვნელო ამბავი ეგ პრაქტიკულად იქ რაც მოხდა მაგრამ მნიშვნელობა მიაჩნდა გასაგებია ხო არა მაგაზე არ გვაქვს ლაპარაკი ზოგადად სამსახურიდან დაწერა თურმე რაღაცა მერე და ველიკი მუჩენიკი გახდა რა წამებული არავინ წამებული ყველაფერი კარგად დავწა მერე როგორ გაგრძელდა მერე როგორ გაგრძელდა ჩემო კარგო და მერე რა თქმა უნდა იმ ძმა ძალებმა რომელიც სხვათა შორის ეგ განიხილა ჩვენმა კომსომოლომს ვიყავი იქ რომ ეგრე მოხდა ნუ ახლა ვთხარად პროგრამას ისინი ამზადებენ ვინ წარმოედგენდა რომ ამათ შეუძლიათ ეგეთი ანუ მაინც იყო თქვენზე ზეწოლებებით ზეწოლა კი არ იყო შეკითხვები იყო რა არის მე გვერდზე იყო კიდე ნუ ესენ ვინ არიან ეს ანუ ვინ არიან და ესენი არიან ის ვინც მოდის მუსიკაში იცოდეთ მეთქი ესენი მოდიან აი როგორც მოვიდა ბიტსები, როგორც მოვიდა როლინგ სტონი, როგორც ის აი გაიხეთ, ეგრე მოდიან ესენი. ამის თანებიდან აღმოცენდი. ის გენიოსები მოხდა. ეგრეა მეთქი და ეხლა გინდა თარგიათ, კონცეფცი ჩენი ვერ წახვალთ. ეს მოხდება მეთქი. და კარგი ვქენით რომ პირველმა ჩავატარეთ და ეგრე ჩერკეზიამ თქოს, სხვა ჩვენ სწორი პოზიცია გაქვს შენ რომ ეგ უნდა ჩვენ დავასწროთ. და გავაკეთეთ. მართალია. როგორც მოსახდელს ისე ახლა გაიხარი აი რომელიმეს აი ამდენი წელი გავიდა აი თუ და მიკროფონს წერ აი რომელიმეს მაგის გარდა რა ნუ მაგ არ ვიცი ეს ვინ არის არც ვინა ვიცნობ მიგაპაგავარილი არც მილაპარაკია მაგას ლიბრალიზო პაგავარი მე რაღაც ხელმოწერილს არაფერი წელი მე ეგ შეჭამა ისტორიამ უკვე უბრალოდ ჩვენ ვიცით ახლა ვინც მეტყლებად ხო ეგ იყო რა ზუსტად იყო პირველი გეუბნები მეყვები ამას და ის რა ქვია რაც ხდებოდა მე მაშინა времени ყველა მე გოსკონცერტო ყველა მე მიწეს გზა უფლება სცენაზე რომ იმში ამის მე საქართველოში რა ხდება აი გარს რა ხდებოდა გავაკეთოთ მე ვთხარი ეგეთი პროგრამა ვასვამინანი აბიტლს. ორე მეთოვი მამაშენი გაუძახებს ივარ და ფილმის კაბინეტში ის დღეს მახსოვს. და წაიყვან, იმიტომ რომ არ არსებობს ინგლისური ენოვანი კონცერტი რამე იყოს. ბიცებს ქართულად ხო არის ტექსტი ხო ინგლისური. ვერ გააკეთე. და თან მინდა რომ ამათ ფულიც იშოვონ კაცო შივრები ოჯახი სოლი უნდა ბიც რაღაცა უნდა უკვე უწლოვანებაში არიან ხო და თან კიდე დამკვიდრდეს რომ ესენი არსებობენ ეს ჯგუფები რომ ხო არის ორერა ხო არის რერო ხო არის ივერი ხო არის რაღაც ჯგუფი იყოს ბლიცის იყოს ბლიცენ ბლუზის იყოს ალიკა კილაძის ჯაზ ნონეტის
რაღაც ეს ყველა იყოს, რაც არ უნდა იყოს. ეს მიმდინარეობაა. ეს ვაფშე სხვა რამეა, ეს მუსიკაა, ნუ ეს მომავლის მუსიკა და მოდის ეს რიტმიკა. მოკლედ გავაკეთეთ ეს სცენარი ყველაფერი ბორემ ერთ კვირაში მომიტანეს, დაждენ, ბორე კითხულობს, ნახე, კითხულობს და იწყებს ლაპარაკს იქიდან რომ აი ესა და საბსა კავშირი და რაღაცა და ბიტსებ მაიბსებ და მოგასვენებთ ახლა სიმღერას რომ ვიეტნამის ომის წინააღმდეგ გაილაშქრა იმან. ბიტსებ და კაჩაროვით გასტა. ფეგიუს სას უბერავს კონე მილიცია დგას ცხენ პირველი ადესაში ადესიდან დავწეთ ეს კონცერტები გავაგზავნე ადმინისტრატორები დაუგეგმეს კონცერტი მთელი საბჭოთა კავშირი 2 თვე თუ 3 თვე არის შენეგამ მე ვიცი რომ თბილისში რო იყო კონცერტი თბილისში კაცო რო იყო მაგ დღეს გავჩდი მე და ჩანაწერიც არის კასეტა მაქვს სადაც ამბობენ რომ ვალერის გაუჩნდა შვილი ხო და აქ ხო გავაკეთეთ ნუ გავიდა ნუ მე ვწყვეთ დორიანი რომ გადმოვაწერთ ეს პროგრამა უკვე ჩვენია და გოს კონცერტს მივწერე არ მოს კონცერტ საյուს კონცერტ ისვი სამსახურში იმას მივწერე რომ ეგეთი პროგრამა დავამტკიცე და ხო როგორ მოგწე უფლება რაღაცა უფლება მოგწე იმიტომ რომ დირექტორი როცა წერ ეს პროგრამა მიღებულია მიღებული ეს პროგრამა რომ აი კოჩაროვის ჯგუფმა წავიდეს და საბჭოთა კავშირის გარშემო ატაროს ეს ბიტსების ხსოვნა ბიტლსებს ქვია რა ბასმამინანი ჩვენ გვახსოვს ბიტლსები ესეთი და ბორე კითხულობს იწყება კონცერტი ესე რომ ესე მოსახლეობა დაждდება რომ ეს რომ ესე იგი აი როგორ გითხრა პოლიტიკურად რო იყოს 7-ად მიიღე ხო ყველაფერი პრობლემაა და ბორე ეს კითხულობს მეორეს ესენური ინგლისურად და თელი კონცერტი ისა და ოდესაში რო ჩავიდნენ მილიცია იყო უკვე ხო ამ კონცერტებზე ხო ხმა მიდის სხვა ქალაქებში ადმინისტრატორი იქ ისეთი ამბავი ბილეთები აღარ არის თვითსპორტ სასახლეში ხონდა კონცერტი მირეკავენ ოდესიდან კონი მილიცია გამოიყვანეთო ცხენებით გამოვიდნენ ერთმანეთი არ დაჭამ აი რაც ხდებოდა რა ეგეთ შოუ ბიზნესში რაც ხდება ხო და თან ბილეთი რა ეხა რო ყიდულობ იმით შენ ონლაინით ბილეთს ანიყიდე ან არა კაცმარიც რო არის ვინ იყიდა ეგრე ღამებს ათენებდნენ რო ერთი ბილეთი ეყიდათ აი ესეთი ის იყო და ეგეთი ანშლაგი იყო და ეგრე ჩატარდა იქ ეს კონცერტები და მე რო ჩამოვიდნენ აი ჩემ აი იქ ოღონდ ყოფილიყავი ვალერა მეუნება აი ყოფილიყავი ერთ გენახარ ამბობი აი მე ჩემთან არ უჯერ მე ახაც რა ხდება მეც მახსოვს და უკვე პატარა ვიყავ მაგრამ მახსოვს რომ აი ხდებოდა კონცერტის მერე ეს მთელი ხალხი ეს სახლამდე გვაცილდა და ჩვენ მანქანით მივდიოთ და ეს მთელი მელიქიშვილი ეს გადაჭედილი აი ხა მიტინგები რო არის რა მანქანასაც იმიტომ ვეუბნებოდი რომ გააკეთა გავაკეთოთ მეთქი აი მე და ტროიცკის ხონდა რა ეგ ტროიცკი აზრად რომ ეგ კონცერტი 30 წლის მერე გაგვიკეთები. აი იგი ვინც ბებერია, ხო დაბერდნენ. რომ ეს ხალხი ხო მამაშენ ცოცხალი იყო და ის და ხელიდან წავიდა ეს ხალხი. გონია მარტო ბედავჭი. 20 წლის მერე უნდა გაიკეთებინათ, მაშინ ყველა ჯანზე იყო. იმიტომ ვიცი რატო ვერა ომები იყო აქ. უკვე ვაფშე ვეღარ გაიგებდი. ახლა მე არც ის თანამდებობა მქონდა, არაფერ წავედი მარჯანიშვილში. ვაფშე არც მინდო და გახედო. იგით უკვე. აი ჩაუყვეთ კიდე ხა 80-ში ისა 99-ში იყო და რაღაცაში ხო იყო კიდე მე 89-ში აი ამის მერე აი შემოდია სხვა თაობა აი ძართული კონფიგურაცია აი გვაინტერესებს აი რასაც ხვევი ჩვენ აი ამის მერე ზუსტად ამან განაპირობა რომ ჩვენ ჯაზი რა არის აი ამას გაუძელით და ამ წნეხს გაუძელით და მოდი ახლა სიმართლეს თქვათ რა მართლაც ნახე იყო ეგრე ხო არ იყო ხაც მეუნები არ ყველებს ვარ მოუყებს სად ვიყავი და რა არა თქვენ შუალედში ხო მელოდიის დირექტორიც იყო ვიყავი 99 წელს უკვე აი უკვე 99 წელს რომელიც გავაკეთე ეგ ფესტივალი და გადამიყვანეს მელოდიიდან მე უკვე მარჯანიშვილს რა მაინტერესებს მან მელოდიის ლეიბლს ან ფირფიტები რო გამოდიოდა Led Zeppelin-ი Beatles-ი და რაღაცები თქვენი დამსახურება ხო არ არის რა თქმა უნდა ჩვენ ლიცენზიებს ყიდულობდით უცხოეთიდან. უცხოეთიდან თან მაგრამ აი იმ დღეს რომ ვამბობდი ფკულს მიოდდა და რაღაცები რატო არ მქონდაო? მაიქ დღესაც მეკითხება კახა, ჩემი შვილი.
რა ფირფიტები შენთვის ოღონდ ხომ შენ თვითოდის რა იყო ჩემთვის ეხლა ვერწყვილ მომიტანდი არა აი იმასაც არ ვაბარო ეს ამეღო და რაღაცა რა მე არ ვთვლიდი მე ვუთხარი რატო იმიტომ მე რომ ეხლა მე თქვენ ლეზეპელინები არ ვიცი მე ვუთხარ და თქვენი როკ მუსიკა და მე ჯაზ ხო აგროვებდი რა მე ესია ვიქტორი იმპულსი ეს რა ქვია კოლუმბია და ბლუნოტია ჩემთვის ფიტ დისკი მე ვუთხარ და დანარჩენი შენ თქვენ რაც გიგზავნით ის გააგზავნეთ აი ის რატო გადაწყვიტეთ საბოლოოდ მე არ მახსოვს ზუსტად რომელი წელია მაგრამ აი 99-ში თუ როდის ხდება ის 89 და მორჩა მე როგორ ზვიადი მოვიდა აი ეს კონცერტი არის ერთი ფილარმონიაში სადაც დადიანები და ვიღაცები რო უკრავდნენ ეგ რა პერიოდი არის ეგ 80-იანები არის. ეს ვალერის კონცერტი იყო და დადა უკრავდა მანამდე ხალხი რო აჯობდა, მაგრამ თქვენ იყავით, მაშინ არის. აუ, ერთი საინტერესო ფაქტი უნდა გითხრათ. თქვენი წყალობით, ოღონდ ირიბად, ნანახი მაქვს ყველა ივერიის მიუზიკლი. ვალერი რომ მოდიოდა მამაჩემი. თქვენთან სანახავთ, მე მტოვებდა პირველ რიგში და მე ივერიის მიუზიკლებს უყურებდი, პატარა ვიყავი რა. რეპრესიები მიდიოდა. პირველი იყო ჩიტოკორცინი. ყველაფერი მაგ ნანახი. ხო. ნუ ეგრე იყო რა. იმიტომ იცი რა შეესაგვი, საგმა ხელოვნება მაინც ისეთი რამ არის რა. არ შეიძლება რომ შენ პირადად თუ რამე მოგწონს შენი ეგ შენია. მაგრამ საერთო ხო უნდა გაითვალისწინო ხალხს რა უნდა და ძალიან მასიური გამოვიდა. როკ მუსიკა. დღესაც ვხედავ ახლა სტადიონებს ეგ მუსიკა ახსენებს. პრაქტიკულად მანდედან წამოსულა. ო ეგრე შოუ ბიზნესი თუ აი ეგ არის და ის ჯაზი რაც იყო კლასიკა სხვაჩოს იმ დონე აიცია ხენკოკი ჩიკორეა აბა დავაი ზავენულები ეს ყველაფერი უდიდესი კოლტრეინები ეს ყველა არის მაგრამ ისინი ეგეთ დარჩნენ როგორც დარჩა ბეთჰოვენი როგორც დარჩა კლასიკა დიდი კლასიკა როგორც დარჩა ესევე დიდი კლასიკური ჯაზი დარჩა იმიტომ რომ ჯაზს რო იძახენ მე ნერვები მეშენ რა შეიძლება მსოფლიო მონოპოლი რა ოპერა აშენი ეს ოპერა თქვენი ქართველების არის თუ რომელია ჩვენი მე გასცენ ეს მუსიკოსები მე გასცენ დაღიძეები მე დაწერეს ეს ოპერები აბესალომდე ეთერი ეს ფალიაშვილები მე მოვიდა ეს ყველაფერი და მე მოვიდნენ ეს ბიჭებიც ბიჭები მოვიდნენ მე ისინი გასო ეს ხო არის რაინდები იყვნენ დედოფალმა დააჯილდოვა ბატონო რაინდობა ქონდა ხა ლონდონი რაინდობას ანიჭებს და შენ აკრამდენს გინდა მეკაკანე რა ეს მელაპარაკები რო ეს სტუდი მუსიკაა შენ უიძახი ამას ყველაფერი კარგია გააჩინე შენ როგორი ყური გაქვს გააჩინე რა ემოციის ადამიანი ხარ და როგორ მიუძღები ამა თუ ხელოვნის და მოკლედ რუბრიკა გვაქვს ჰერიოსი ჩვენი სპონსორის ესეთი რომ შედარებით ნაკლებად ცნობადი სიმღერა რომელიც რაღაც ესე დიდ მასებს ვერ მიწვდა დიდი მასების ყურს ან ჩაიკარგა სადღაც რამე ეგეთი უნდა გითხრათ თქვენთვის საყვარელი რომ მოусმინოთ ნუ ეხა მე ჩემს მეხსიერებაში რაც მე ახალგაზრდობიდან მოდივარ იცით ეხა გეპეის ორკესტრთან ჩვენ შეძდილები ვიყავთ დავდიოდი რეპეტიციაზე მე როგორ და დღეს ვხედავთ უკვე ჩვენი ორკესტრია ბიგ ბენდია თბილისის და მაგარი ამბებია და აი იქ იმ ორკესტრში სოსოტუგუშის დროს მღეროდა ერთი მომღერალი სიმღერას განაშენთვის გული არ მithოვია ეს იყო ჩემი უსაყვარლესი მომღერალი და ადამიანი ჩემი დემურცხიტიშვილი და მე ვფიქრობ რომ მამაკაცის გამოხატულება მიდგომა აი რაღაცა ჟუანტელი გრისუტაში როცა ამ სიმღერას უსმენ მე აი ეხლა თან ჩავწო და თან ვისაუბროთ შეგვიძლია წრემლიც იმიტომ რომ ეგეთ თბილისელები არ უნდა აკლდებოდნენ ქალაქს გეპეის ორკესტრი ალბათ ანაშენთვის გული არ მithოვია ეს რა ბენდი უკვე ჯეიმს გეპეია გეპეის ვერი ძალიან ორ ბარხატია ცოლისებათები გულს გაყრია მოცივება მე როგორ ადის ნახე
რამაც აღარ დამეცინება მოდის ვიმა მოდის ცეცის ნაგადი წვერთებია ჩემს უსრო მახარატეს შედარჩან ხარ შემსა და ხარა გამოდის შორით მოგავნის ჩემის მოდის ბარათეს Karena, provas. Kesi ayımsız keyif var. რატო ისინი ყავს ჩასაბერები? ძალიან ეხლა Sozo tu bushia, no. Egonia tu. იმინა ამერიკული big band-ი არის რა. სერიოზულად. მოდის ვიმა მოდის ცეცის ნაგადი Arit ko geoneli იყო და. ეხლა რა მდგომარეობაა big band-ში? საფრული. მე Jazz Day რომ მქონდა 30 აპრილს ყოველ წელს იცოდეთ. დაპატიჟებულები ხართ. საღამოს 8 საათზე ყოველ წელს და მსოფლიო დღე ტარდება ჯაზის. იცით, ეს არის იუნესკოს მიერ დადგენილი და ამის პრეზიდენტი არის მსოფლიო ჯაზის პრეზიდენტი ჰერბი ჰენკოკი. იუნესკო ატარებს და 194-მა სახელმწიფომ წელს მიიღო მე-14-ჯერ მონაწილეობა და ყოველ წელს ირჩევენ ერთ დედაქალაქს. წელს იყო ჩიკაგო. შარშან იყო თქვათ ლონდონი, იმის წინ იყო ტოკიო და ეს შეიძლება საქართველოს და როდის მოვანეტა? როდისმე ნახოთ. აუ ისე ოფიციალური რა მინდა რომ გითხრათ რომ აი ეს ჩვენ და მაგრამ უკვე 9 წელია ამ 14-დან თბილისის big band-ი მონაწილეობას ღებულობს, რეგისტრაცია მიდის და პირადად არ ვიცი მე ახლა ამდენი მადლობა საქართველოს საიდან მოზის, მაგრამ იუნესკოს მადლობა მივიღეთ. და ჰერბი ჰენკოკის ხელმოწერით თბილისის მერის big band-ი საქართველოს იმის დემოკრატიისკენ ძალიან დიდ ნაბიჯს ადმევინებს. ასე წერენ. კი. ეს გაკრულია ჩვენთან და წელს აუცილებლად ჩავატარეთ ჩვენ. ის ჩამოვიყვანეთ. კენი ვაშინგტონი იყო მომღერალი, ამერიკელი, რომელიც გვიგზავნის ნოტები, აქ ვამზადებ და 30 აპრილს ხვდებით ჩვენ და შერატონ მეტეხში 700 კაცზე ყოველ წელს არის ეგეთი კონცერტი. მომავალს უკვე ვიცით ვინც უნდა ჩამოვიდეს. თქვენ big band-თან ერთად სულ ხართ? დასაწყისიდან ხართ? მე დავარს. ხო. გივისთან ერთად. თუ გივი უბრალოდ ის იყო დირიჟორი. გივისთან მე დავარსე. ხო. გივი მოვიწვიე როგორც დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელი და ერთად ვიყავით ამდენი წელი ვაკით გივი ხა დაბერდებული მეც ვარ, მაგრამ ნუ რაღაც შეიქმნა ისე თუ რო აღარ მარჯანიშვილამდე სად იყო? რაღაც პერიოდში მარჯანიშვილში დაიწყო? მე რომ მივედი მარჯანიშვილში რომ გადამიყვანეს ამასაც მაგის პარალელურად ხდება? ჩვენ შემთხვევით ვიყავით დანიაში. დანიაში უსმენით მე და გივი გაჭეჩილაძე იყო და დამხვდა გივი მუსიკალური ნაწილის გამგეცრა იქ. და მე ვუთხარი რომ გავაკეთოთ ორკესტრი მეთქი big band-ი. და ბობ მიცერი მოვიცე და ბობ მიცერი დირიჟორობდა დანიის big band-ს. იქვე ვუთხარი და ორკესტრი არა ყავს. საქართველოში სად იწვევ კაცო. ამას მოვწერე გვეყოლება. ჩამოვედი და მარჯანიშვილის სხვენში ბადე შოშტაიშვილი, ჩემი უახლოესი კაცი იყო, ნიკოლეკიშვილი, ამათ თხოვერა, როგორ უნდა მოკვდე ისე მე ვუთხარი რომ აი მივდივართ. და აღარ არის. იმის მერე რერო რო იყო ორკესტრი აღარ ყავს საქართველოს. ეს პატარა კვარტეტები, კვინტეტები ესენი ეს. კაჩები ყველა ხართ. ძალიან კაი, მაგრამ დიდი ორკესტრი რო ფრაკებში დაიძენდა, ეს და ჯუკენინგტონი დაუგრა, ტეგზე ტრენდს არა მუსიკა. შეიძლება და ეს გასაგებია რომ ფოლკლორი მაგარი ის გაგვე, აბა დასავლური რა გაქვს. აი მითხარი რა გაქვს. ოპერაც არ არის შენ. ეგრე. უსურია. ამერიკა კიდე ხელწამოსაკრავი ქვეყანა არ არის. ეს ამერიკა, მაგრამ ჩემ რომ ვინც შექმნა ეს დიდი ზღაპრული მუსიკა, ეს არის ჯაზი. ეს არის სული ჰარტია ჩემთვის მაგალითად ჩემი ცხოვრება. მე რომ ვისმენ ბობ ჯეიმს იმ დღე უშინჩი სხვაგან მივდივარ რა. არაფერი არ მჭირდება. სულ შეერო იყო, მაინც მაიმინდა. უფრო იდე საჭმელი. ეგრეა და
აი ეგ ორკესტრი კიდე ჩვენი ორკესტრი დავარსე მე ჩამოვიდი სხვენში მარჯანიშვილის სხვენში და მე რომ მოვიდნენ ისინი გამოვყარეს იქიდან მარჯანიშვილის ბაზაზე ბევრი რამე გაკეთდა მათ შორის ნუ ასე მე ვიყავი 20 წელი ჩემო კარგო გენერალური დირექტორი ამ თეატრის და თუ რამე გაკეთდა ჩხეიძესთან აი გიფტთან რა ის გაქვთ ეხლა რაც შეეხება გიფტს კიდევ გიფტი დაარსებული არის საჩუქარი ესე იგი მისი თეატრალური საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალია ეს თეატრალური ფესტივალი მე და კეთი დოლიზემ დავარსე და მარჯანიშვილში ვივეცი თავრობის ოთახი ამ გიფტს და დავიწყეთ იკეთება 6 გავაკეთეთ მე უკვე ბევრი საქმე მქონდა კეთი გააგზელე შენი წყალობით დავდიოდი ხოლმე ბატარები ვიყავ ამ ჩაობარი ეს თელი გიფტები ყველაფერი ეს როა მაგაგიცანით მე მილიან ხუთი როა ეს თელი ედინბურგის ფესტივალში ეგ თანადარ სამარსებელი არის ხო ერთ-ერთი ხო ჩვენ ეგა ჩემთან წავკის ცხოვრობს ახლა ამ ედინბურგის ფესტივალზე კეთდოლზე ჩვენ ვარ მართლა ძალიან დიდი ამბავია ეხლა ეგრე არ არის ეგ ფესტივალი ამდენი წელი იშა თუმანიშვილი აყვავდა მაგით როგორც რეალურად კი მე იმიტომ რომ როგორ წავიდოდა ედინბურგში თუმანიშვილის სახელობის ხო როგორ წავიდოდა ხო და ესე და იმის მერე უკვე მარჯანიშვილის თეატრმა ბატონო ჩემო იგი მთელი ოტელოები და რები ამისამაშეთ ედინბურგში გლაზგოში და სადაც და აქაც რეები ჩამოიტანეთ ნუ ჩამოვიდეთ და ყველაფერი ხო მარჯანიშვილის სტარტზე ძირითადად მაგით ხო ნუ მე ჯაზის ცენტრის მე სრულად გავლინე ხო მე გეკითხებით რატო იქ და სხვაგან არა და გიფტიც იქა და ყველა სხვათა შორის თუმანიშვილის თეატრში არ შეუშვეს კი ფესტივალი რუსთაველიც და რატომღაც გაიოს კანდელაკი აკეთებდა მაგ ფესტივალს რატო აბა ისე რა უხერხული რუსთაველის თეატრო არ მიიღო არა ნუ არ მიიღო არა ნუ არ ვიცი რატომღაც ჩვენ მე ჩემთვის რაღაცები გასაგები ბედნიერი კაცი ვარ რომ ქეთისთან ვითანამშრომლე და ეს ფესტივალი დავაარსეთ ერთად იდეა ჩემთან ერთად იყო ჩემი და ქეთის და ვილიამი ჩემი მეორე დედაფაქტი ვარ ვილიამს უთხარი მე რომ დავაი რა ედინბურგში ეგ ფესტივალი გავაკეთდა რას ლაპარაკო ომი თანტყუები მოდიოდა εκεί აბა აი ამ დროს ეგრევე გაკეთდა ეს ბიგ ბენდის რომ უნდა გავაკეთო და დაუტოვე ეს მე ხო იმ ქვეყნად არ წავიღებ მაგ ბიგ ბენდს არსებობს სახელმწიფო ორკესტრია მერის ბიგ ბენდია რეპერტუარი აქვს 400 ნაწარმოები ეხლა თქვენ არიცით მუსიკოსები ხართ ცუდია ძალიან რო არიცით ეს არხიობია მე ვარ ამანიცის ყველაფერი ხო და უნდა მოხვიდეთ აი ახლა 28-ში მაგალითად გვაქვს სტუდიო კონცერტი ისა მოდის ხალხი 3 საათზე ყვირას დაჯდები მიყვარ მართლა და უსმენ кайფობ აბა როგორ უნდა გავიგო ეგ არ 28-ში არის ხო გეუბნები 28-ში კონცერტი თბილისში ვიგმეთ შედი ჩაიწერე და იქ გამოიწერდა მოგივარა всё მაგას ვიზი ეხლა 28-ში კონცერტი მაგ და შემდეგზე აი 3 საათზე და რატო რო დღეა 4 საათამდე ნუ ისეთი მუსიკა არ შეგიძლია სუთიან კონცერტს ეხლა და არის სულ სხვადასხვა რეპერტუარი სულ სხვადასხვა ეხლა არის სულთა ბიგ ბენდის და დაუკრავით კაჩა იმასი რა ქვია აი ჩვენი ის რო კახა ჯაგაშვილის კევი დინი ვირსელაძის ქოიავასი გიტარისტი ხო იცი მაგათი კომპოზიციებია როგორ გაკეთდა ეს ბიგ ბენდთან ვაფშე ეს ამერიკელები რო იყო მიჩვენეს რა ორკესტრეო მე ვაფშე სხვა მუსიკას უკრავთ ეს არის აი როგორ გითხრა ნუ არის სხვა და იმდენი ნაწარმოები გვაქვს ჩვენ დაახლოებით გეტყვი ახლა აი 350 ნაწარმოები გვაქვს არანჟირო დადებული ბიგ ბენდს არ აქვს ამერიკულსაც კი არ აქვს ბიგ ბენდს მაგდენი და დღეადაღამე მიდის მუშაობა ხარისხია ესეთი ეხლა ამერიკიდან მოდიან მაგრამ რაში საუბედუროთ ხდება ის რომ აი ის რაც შეუძლია რომ ამ ორკესტრმა გასცეს და მოგცეს თქვენ ყველა ამის საშუალება ცოტა ნელად არის მე ცოტათი კიდე დამაკდა ლაპარაკი ეხა მელოდიის პერიოდზე და მელოდია რა წლები არის თქვენი ყოფნის ესე იგი 5 წელი 82 83 84 85 86 მაგ პერიოდამდე ხართ და მაგ პერიოდში 5 წელი ვიყავი ესე იგი ჩემი ცხოვრება ესეც არის მართლა 5 წელი ფარაცაშვილის ხითქვი ჯაზ კლუბი გავაკეთე
მერე მეტეხის თეატრი გავაკეთე 5 წელი, მერე გადამიყვანეს იქიდან ფილარმონიაში 5 წელი ჯაზ ფესტივალი. ესე იყავით. როკ ფესტივალი გავაკეთე, იქიდან გადამიყვანა თაქთაქიშვილმა მელოდიაში 5 წელი პარალელურად სერეზო ჩხიძემ თხოვა ვიყავი კიდე. მარჯანიშვილი. არა, კინოსახიობთა თეატრის დირექტორი. ეგ პერიოდია. ხო, ეგ პერიოდია და მერე იქიდან მელოდიიდან უკვე შევარნაძემ კიდე თუ არა. ანუ კაი ხანი იყავით. მოკის დირექტორიც ხო არ გახდებოდეთ. ზმოკის ჩვენი გადაცემის დირექტორიც ხო არ გახდებოდეთ. ხართ, ფაქტიურად. დირექტორობა გონია თანამდებობა არასდროს არ არის. ხელოვნებაში როგორც კი კაცი ჩაიდრებს თავში თანამდებობა აქვს, იქ უკვე დაღუპულია ყველაფერი. თქვენ ხართ ძალიან კარგი მენეჯერი და მაგიტომაც ხდება ეს. ისე მელოდიის სტუდიაც თქვენ გეხებოდათ? სტუდია მეხებოდა საცოდაობა რო არ არსებობს და კორპუსი დგას. კი არისო, ჩემი იყო ვაჭარაძის. ვაჭრობა ცალკე და მოსკოვმა და ამერიკა. მე ხო მოსკოვს რო ეკუთვნოდი, მოსკოვში ვიჯექი. ნახევარი თვე იქ ვიყავი. მე უთხარი არა ვაჭრობა იყოს ხვისი. ჩვენ რაც ვწერეთ, რა მაგარი სტუდია იყო. ანზორ ერქოიმაიშვილმა რაც გააკეთა, აი მთლიანად, ნოლიდან. შემილია მე ვთქვა და მე მგონი წინშიც აქვს. ანზორს ჩვენ დაწყებული. აი ეს ხალხური ამბები. და პლუს მაგ სტუდიაში რამ ბევრი რამე გაკეთა. ძალიან ბევრი. და სამწუხაროდ ახლა კორპუსი დგას მაგის ადგილას. მე რო წამოვედი მე გაიყიდა. ეგ იცით რა სტუდია იყო? 5-ში იჯდა. სამ ვიცი. ეგეთი რამ ევროპაში რევერბი ისენი ტუნელები იყო და სალაპარაკო არ ვიცი არის თუ არა, მაგრამ მაგაზე ვიღაცა მილაპარაკა. ეგეთი ტუნელები რევერის მე ვილაპარაკე, ადრე ვილაპარაკე. ეგეთი ტუნელები არის ებიროულში და კაპიტოლში მარტო. აი სტუდია, აი MI სტუდია, თავის პულტი და ყველაფერი ლონდონის BBC-ს იმას ცენტრში ხო იდგა. აი არ დაიჯერე. აი ეგ თელი პულტი და ყველაფერი ეგეთი ვაყიდინე მე ვალერა სუხარადოს თბილისისთვის. ეგინა რუსი ეძახი, გამიკეთა და სტოპისატიში გადაიხადა $. და გვაჩუქა და ჩამოვიტანე და შეგიძლიათ აგერ მიშას კითხოთ, ხილასონია მიშა ცოცხალია, ვატო კახიძესთან როა მის რეჟისორი. ჩასიფრავ, მაშინ ციფრული სად იყო? არა ხო. ეხლა ციფრული აღარ არის მოდაში. ხო, ხეს არამე. მაინტერესებს ვიღაცები ვინც იწერებოდნენ იქ რა, რა ქვია, ანსამბლები იყო თუ მომღერალი. ანუ რის მიხედვით ირჩეოდა თქვენ? სამხატვრო საბჭო, რა თქმა უნდა. ანუ წვედით ერთად აი ნახე როგორ წვედით. მე როგორც კი დავჯექი უთხარი, მე კი ვარ დირექტორი, მაგრამ რეპერტუარი მე მჭირდება 1 წლის 12 დისკი უნდა გამოუშვა წელიწადში. აუ, მაგდენი. 12 და ეხლა ნახეთ რა შეაქვს. აქ უნდა შევიდეს კლასიკა, აქ უნდა შევიდეს ფოლკლორი, აქ უნდა შევიდეს სოლისტები, აქ უნდა შევიდეს ესტრადა, აქ უნდა შევიდეს რაღაც ეს ხო? ამიტომ დაწყებული ჯანსუ კახიძე, გია ყანჩელი, ანზორ ერქომაიშვილი, კიდევ ის მყავდა მიკაუძელი ვიღა. აი მოკლედ აი ეს ოქროს ფონდია რეალურად იმ პერიოდში. იყო სამხატვრო საბჭო. საბჭოს თავმჯდომარე მე ვიყავი. ვიხილავდით სულხან ნასიძე სხვათა შორის. და ისა რა ქვია ესტრადიდან ბასილაი არ ყოფილა არა. ესტრადიდან ის იყო იაშვილი იყო მგონი. ჩვენი ზური. მე ვიპოვე ჩანაწერი, ისე თქვენ თუ გესოდინებათ რა არის. ჩანაწერი არის 4 თუ 5 სიმღერა, მამაჩემის რაღაცა ბენდი არის, ქართულად მღერიან, ცოტა მოჯაზო არის და ხმებში არის გაშლილი. ეგეთი ხო მელოდიაშია? კასეტაზე, არა, კასეტაზე მაქვს ჩანაწერი. არ არის გამოცემული. მელოდიამ ჩაიწერა. მე მელოდიაშია ჩაწერილი, რამას ჩიჩუა მითხრა, რომ მე მგონი 79 თუ 80 თუ აი რაღაც. ეს ერთად ჩავიწერე, აბა მაგათ ხო და ეგ არის გამოსაცემი, მე უნდა გამოვცე რაღაცას, ხო? აუცილებელია, ეგ უნდა მე მოგასმენებთ მაგას. ხო და მე ხო გავისწრებ ვინ არიანში, შეიძლება თელი ისტორია მოყვეს მაგას. აუცილებლად უნდა გაკეთდეს ეგ თუ ეგეთი რამე ძალიან მაგარი ჩანაწერია სამწუხაროდ კასეტიდან გადმოციფრებული, მაგრამ ის რომ კიდე მაგის გარდა ეს მელოდია ძალიან დიდ საქმეს აკეთებდა, ძალიან დიდ საქმეს. ამ ფირფიტებს უშვებდა. მე ჩამოვიტანე მე ალფა პრესები შვეიცარიული. 6 პრესი. 18 მიანი, რა ქვია, წნეხიანი საქვაბე დავდგი. რაც ბეჭდავს? ბეჭდავს ვინილებს ხო? მაგრამ და თვითონ ის მატრიცა იბეჭდებოდა მოსკოვში. იქ ყველაფერი იქ. ძირითადად იქ იბეჭდა. იქ არის ყველაფერი. ან მატრიცა არის კინას ბეჭდავდა მე. იქა და მე მოდის და მე ამრავლებდით. და სად წავიდა ეს ყველაფერი? ეკითხები.
აი, კიდე მაინტერესებს აი ეს მერე მე პერიოდი. რო იქ ვიყავი, იქ მქონდა და რო წავედი. კაცმა არ იცის ხო, ნუ რა ილია და ილია ყველაფერი ვეღარც მიაქვს. ეგრეს არეულობა იყო. აი, იქნა მაგა. თქვენზე ამბობენ რომ Quincy Jones-ის ძმაკაცია მართალია. ჩემი კიდე ერთ-ერთი გზა მამაჩემ წუგუბუჩე მე მგონი მამაჩემია მეთქი. Quincy Jones-ი ჩამოვიყვანეს ხო? ახამ გამისწორა, მაგრამ აი ხა მაგაზე უნდა მეკითხა. აზე ხარ ადამიანმართა. მირეკავს ღამე. და მამა მითხრა მოდისო. და წამოიყვანა ის რო არა ქვია, ბიჭი რომ ხეცი მომღერალი. კომპოზიტორი. ჯეიკობ კოლიე. ხო, კოლიერი. წარმოადგინა რა ეგ რა და შენ არ ზოგმარათო Quincy Jones-მა ეს ქაჯუნები რატო არ იმღერაო? მე მგონი სტივადერში აი. უნდა იმღერა კაცო. ხო და წამოვიდა რა იქ იყო და. ისა Eastern Promotion-ში თქვენ ფილმში შესული. გააქვთ. Quincy Jones-ის თავარ ფილმში. თვით ბათუმი. ხო. აბა იქ არის ბათუმი და თვითონ რაღაცას ამბობს. უი, რეი ჩალსი. იცი რა წაწერა მაქვს მე? Quincy Jones-მა რა დამიწერა? ჩემ ბრატუხას გაიოს კანდელაკს Quincy Jones-ი და მაჩუქა თავის დისკი. და ბრატუხა რატო? ახლა იკითხება და მიშა. ესე პირდაპირ ბრატუხა. ბრატუხა დაწერა. იმიტომ რომ მეო გარბაჩოვმა მითხრაო ხა იმას მაინც გონია რომ საბჭოთა კავშირია. რაიც სიმარ დაიშალა მიჩა. ასე გარბაჩოვი იმისთვის და გარბაჩოვი ვართ რა. ეგრე და იმან მითხრა ბრატუხას ვინმე თუ დაგიძახებს ესე იგი მის ბრატი ხარ. ძალიან ახლო. ნაღდი ხარ და აი იმან მასწავლა რომ ბრატუხა. მოდი ჩემ კაბინეტში გაჩვენე ბრატუხა Quincy Jones. მოვალ აუცილებლად. გადაიღე. Eastern Promotion-ში თქვენ რამე თუ კახამ გააკეთა სულ ყველა. არა, ესე პრომოუშენ ჩემ და ჩვენსა დავარ. ერთად ქენით. ისის მარჯანიშვილის ტიეში. ხო, ან მახსოვს მარჯანიშვილი, მაგრამ კახამ არ ხმა თქვენთან და ჩემთან მოვიდნენ. კახა, მიშა, ეგენი ყველა და აი რაც მოყვა ეხა მაგ პერიოდს Eastern Promotion-ს თავის რასაც კითხულობდით, Ray Charles-იან ყველა. Ray Charles-ი პირველი იყო თუ მანამდე იყო პირველი? Ray Charles-ი მაგათ პირველი ჩამოიყვანეს Ray Charles. ალბათ თქვენ ჩაგვიწყეთ, იმიტომ რომ მე და მამა ჩემი ვიჯექით პირველ რიგში Ray Charles. იმა გაუკეთა კაცო კახას პული. მან ჭონია. აბა Ray Charles როგორ ჩამოიყვანა? გოგო. შანსი არ იყო. თქვენ გაგიგიათ ესეთი ლეგენდა რომ Ray Charles-ი აიყვანესო თაცმინდაზე თუ ჯვარზეო გადმოსახე. რა საყურებინებთ ამ კაცო? ანუ მართლა აიყვანეს. ალბათ. შევარნაძესთან ხომ მიიყვანეს? შევარნაძენას. ხო, ნუ იმან გამოიჩინა ინიციატივა ის. შენგელია რომ. ხო. კაიგაცი. ხო. იმან მიაყვანინა, თორე კაი გავცეკათა. შენგელია მე. მიიყვანეს და ზანგაჟი როგორ მოგეწონათ. ბატონო რეი ეკითხება და ეხლა შენ რო გავიხსენო მე რა ამ ჯაზ ფესტივალებზე მეცინება რა ომები გვაქვს გადაწანილი და რეები ეხლა და ის სამზარეულოს რო ბოლომდე გაიხსნა საინტერესოა ცოცხლები როგორ ვარცაზე მე მგონი თქვენ კიდე არაერთხელ უნდა მოხვიდეთ ჩვენთან სტუმრად იმიტომ რომ ჩვენ ახლა მოიყვანე მიშა მოიყვანე ეხლა მაგ პერიოდზე 99 წლიდან გამანებეთ თავი მეთქი უთხარ კი კონსულტანტი ვარ ესაც ეგრე თვლიან რომ კონსულტანტი ვიღაცები რომ მოყავთ კი ის თუ ეს თუ შე როგორ ფიქრობ რაღაც მადლობელი ვარ რომ ესე მაგრამ ხაიას არაკეთებენ ძმო ის მოყავთ არა სულ რაღაც აი ხა ნახავში ელექტრობენდი მოყავთ მაილს დევისის ბათუმში 10 ძერმე ტოეტი ღამები არ ამძინავს იქამდე ჩავიდე რეალურად მაგათმა გააცნეს აკაურობას ისე ჯაზი საფუძვლიანად თანამედროვე დავიწყეთ 78-დან და გამოვიდა რომ 30 ჯაზ ფესტივალი ჩატარდა. ხო, უბრალოდ მაგადროს უკვე გახსნილია ეს და ის არის აღარ არის დასწრება. 78-დან ჩვენი გაგრძელებაა, ჩვენი ისა. ხო, მაგრამ ხო, ეგრე და თან ამათ ძალიან მაგრა იმუშავეს. თან მე მომწონს ხო მე არაერთხელ მაგ დაგრული ჯაზ ფესტივალზე და მომწონს რომ აი ჯაზ ფესტივალს არა აქვს ეს ჩარჩოები რა რომ დამიძახეს პირველად გამიხვიდა მაგრამ შენ ბათუმის ფესტივალში შემდეგ გამოხვიდე. ამიგე იმაში რა ქვია წინადლის ფესტივალზე რატომაც არა ხო და იქ რა ქვია თბილისის ფესტივალი უკვე სონი როლის უნდა იყოს გამიგე ეგრეა ეხლა მე თქვენ გაჩუქოთ მინდა ესე იგი აი ეს არის
15 წლის Big Band-ის აბა ჩადე თუ გაქვს. ეხა არ გვაქვს ისა, CD-ROM-ი არ მაქვს. მეორეცეთი კიდე იცით რომ ჩემი ძალი ვინ არის? ნიკვესტი. ნიკვესტი. აი ნიკვესტის დისკი გამომიგზავნა ჩუქნიში. აბატო. დიდი მადლობა. შემოხედა? აი ეს ფანკი აი მოусმენ სახში, აქ არ გვაქვს სამწუხაროდ CD-ს პლეიერი. მეძახის. ეს ბაბუას მეძახის, დედუშკა. ბრატუხან დედუშკა. ბიჭი ხო გიждები იმაზე. მე ხო ისტორია მქონდა ეგეთი რომ გასაოცარი. ვაჟა ლურთქმანიძე მიერეკავს მე მელოდია ფილარმონის დირექტორი. მეუბნება რომ გამარჯობა როგორ ახარ გაიზო არა თვითონ არ მისვა თავზომარ მოა თუ თავზომარი უკვე ვაჟა ლურთქმანი დიდი კომუნისტი. ვაჟიკო როგორ ახარ მე ვთხარ ისგან არის რომ მიერეკავ ალბათ მიბარებ ალბათ არა კი არ გიბარებო ლაგოდეში ვიყავიო ბიჭო და ერთი ბიჭი ვნახე იქო რაღაცა შემხვდაო რაიკომის დივანი ხო და ზანგიოდო ხო და ეგრევე შენ გამახსენდიოდა რამე როგორ ზანგ ბიჭო იდგაო და პარკშიო პარკი დამათვალიერებს რემონტი გაუკეთებს რაღაც უკრავს საყვირზე თა ფოტოგრაფობსო რამდენი წლის არის 13-ისო ხო და მოდი რა მოდი მე ვთქარ სერიოზულად ზანგია აბა საიდან გაჩნდა ბიჭო მაგის დედა ლულუბავში სწავლობდა თურმე მოსკოვში და ვიღაც ეფიოპიელი გაუგზნია და ბავშვი გაჩნდა ის ეფიოპიელი დაიწყესა და ეს ამ კახეთში ჩავიშვილთა და პაპამისთან მამამისთან ჩამოვიდა სახში და გაზარდა სახში დავაჯექი წავედი მშელაგოდეში მიპოვეთ მოიწეს ბიჭი მოიყვანეს წამოდი მე ვთქარ თბილისში წაგიყვანო შენ მეტი დედამისთან მიმიყვანეს და მივედ სახში მამამის და პაპამის ველაპარაკ დედამის მამა არა იქ ახლავს ამ ბიჭს მე წავიყვან და გავზდი მეთქი რა. ეხლა მე რეის გამზდელი ვარ, მაგრამ გავზდი. მაფინალ დირექტორი რაღაცა და ახაც უკვე წყარბუს თამაშობს. ახა უკვე ჩემი. ნათია ქალიშვილი, ჩემი ორი ბავშვი მყავს რა, ის ახა. მე შემეძინა გვია კიდე ახაზმა. ივიკო. ხო და აქ არიან თბილისში რა შალბერაშვილს აცხოვრობ მე ახლა იქ ვცხოვრობ სულ. ხო და წაიყვანეთ რა ქვია? Big Band-ში უკრავს. ეხლა გითხრა არა, ჩამოვიყვანე და კაი წაიყვანე. და მოვაწყობე და გივი სერგიას დაურეკეთ. გივი არის იყო მაშინ სასწავლებელი საესტრადო. დაურეკე გივის, უნდა მიიღო, ჩემთან შემოდიოდა ფილარმონიაში, всё. без ეგზამენო. კომისია მოვაწევინე და როგორც უმცირესობა მივაღებინე. კანონიც იქვე მე დაუწერე. უმცირესობა. დავიცე ისე წავიყვანე სახში. მივიყვანე დედაჩემი, მამაჩემი, ჩემი მეუღლე. ნათია, ხახა იქარა, მოდი აქ, მეუნე მოვიდა, შევედით. მე ხა თათბირზე მივდივარ მე, ეს იქნება თქვენი ძმა. დღეიდან აქ იცხოვრე ჩვენ ოჯახში. ო, კაცო, ჩავო თაკიდე, ზამი როგორ ლაპარაკა. რას ლაპარაკო, კაცო. ო, კაცო, და ტრუბაზე ხუგან, პიანოზე ტრუბაზე, განა კლავიშებზე ვეპ. ამას უკრავს, ხა მე უკვე გავაფრენე რომ Big Band-ში გავაკეთებ რეროში და რერო. მაშინ ის ყავს. პევზნერი. პევზნერი. დავსვავ რეროში და 2 წელიწადში ისწავლეს. წავედი ოთარ თაქთაქში ვთქვა. მე ვთქარ ეხა 1 წელიწადს დავამთავრე ოთარ. მე ვთქარ ესე გავზარდოთ ესე და კონსერვატორიაში უნდა როგორც უმცირესობა და ჩაირიცხოს. და სასულიეროც დეფიციტია. ხო. და შენ წაიყვან და ოპერაში არაო? არ დაუკრასო? თუ აღმოჩნდა რომ მაგარიო. მე გადავწყვიტე ეს ბიჭო არ დაწერა ოთარ იმას. როცა იქნება გზათვარ რომ მივიღოთ როგორც უმცირესობა. წავედი ამ ბიჭს სწავლობს სახში ვატარე ბუბაკი კაბიძე ესენი ჩემთან რომ ყველა ფულს უდებენ რა მეწოდებ. როგორც კი წავაწყობ ჩემ კაბინეტში შვილია. ჩემი. ხო და ერთ ჩვენი დღეს მერეკავს სერგია. მეუბნება 10 დღე 5 დღე არ მოსულა. რა თქო ის გავუკეთე მე საერთაშორისო უნივერსიტეტის ჩალკე რამე ყველაფერი გადასარი წავიდა მე არჩი არ მოდის დარეკეს მე ვთქვი საიქი კახეთში სადღაც დარეკეს კახეთ ჩამოვიდა ვაქარიო და ბებია და პაპა და ბაბუ მომენათავდა და წავიდა იქა და მე
ძალიან გული დამწყდა. ეხლა გავიდა ამდენი წელი მის მერე 40 წელი გავიდა მეტიც. მე ტიპი რომ დაწრება ტირის. ამ კაცო როგორ უღალატ. აი ეს ისტორიაც იყო. მე მგონი ძალიან კაი იყო რა. ძალიან კარგი იყო. აი ისეთი კაი იყო, თქვენც მიხვდით ალბათ. რამდენამეზე ილაპარაკით ისეთი რაც. აი ჩაწერეთ ეხლა. ზოობა. კი. დავა ეხლა გავგზავნეთ აკვარიუმს. უგზავნით აკვარიუმს აქედან პირ. სადღაც შეესწრებია. ძალიან დიდი მადლობელი. მადლობა. მადლობელი. გაიხარით.